ნებისმიერი ბიზნესი იწყება იდეით. და ეხლა ჩემთან მოდიან ხოლმე ხშირად და რაღაცებს მიყვებიან, რომ რაღაცა ეს იდეა მაქვს და ეს როგორ გავაკეთო ასე შემდეგ და ამ იდეებს ძირითადად აქვს ხოლმე ერთი პრობლემა. ეს პრობლემა არის რა? რომ ადამიანები იდეას ფიქრობენ საკუთარი, ასე ვთქვათ, რაღაცა სურვილებიდან გამომდინარე. ოღონდ ეხლა გეტყვით ას გულისხმობ რა. ანუ სწორად იდეის მოფიქრება ნიშნავს ასეთ რაღაცას. მე რაღაც პრობლემა გამიჩნდა, მე ვცადე რომ ეს პრობლემა მომეგვარებინა, ვერ ვიპოვე რამე, რაც ამ პრობლემას მომიგوارებდა და მე დავფიქრდი რომ ხო არა აქვს ეს პრობლემა სხვებსაც, ნახე რომ ეს პრობლემა სხვებსაც აწუხებთ, ისინიც ვერ ჭრიან ამ პრობლემებს და მე დავიწყე ფიქრი როგორ გადავჭრა ეს პრობლემა და აი მასე იწყება სწორად ბიზნესის იდეის, ასე ვთქვათ, გენერირება. ეს არის სწორი. ეხლა რა ხდება ხოლმე სინამდვილეში? სინამდვილეში ხდება რომ რაღაცა კონკრეტულის გაკეთება მინდა, მოდი გავაკეთებ და იქნება ვიღაცასაც უნდოდეს ამ რაღაცის ყიდვა ან იგივე ხო მიხვდით, ანუ რეალურად იწყება მეორე მხრიდან, აბსოლუტურად არასწორია. ანუ მაგალითად, აი ხაჭაპურს ვაცხობ კარგს და მოიტა ხაჭაპურეს გავხსნი და იმაზე ავფიქრებ, ეს ხაჭაპური ვინმე სჭირდება, არ სჭირდება, პრობლემა არსებობს. ხო მიხვდით რა, რეალურად ვიწყებთ ხოლმე პროდუქტიდან რა. პროდუქტიდან დაწყებას კიდევ მინუსი ზუსტად ეგ აქვს, რომ არასდროს არ ვიცით ეგ პროდუქტი ვინმე სჭირდება თუ არა. თუმცა ბუნებრივია ეგ რა, რატო? იმიტომ რომ პროდუქტი არის ხელშესახები, რაც გვინდა, რაც მოგწონს, რასაც ვიყენებთ, ასე შემდეგ და პროდუქტს ხედავთ, იმას არ ხედავთ რა, რომ ეს ვიღაცას რაღაცა პრობლემა გაუჩნდა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. და ზუსტად პროდუქტით დაწყებას ეგ აქვს ხოლმე მინუსი, რომ ჯერ პროდუქტს რომ აიღებენ და მერე ცდილობენ, რომ ეს ამ პროდუქტის გარშემო რამე პრობლემა ააშენონ, ხშირ შემთხვევაში ვერ აშენებენ. არ არის ის პრობლემა, არ არსებობს ის პროდუქტი. ადამიანს არასდროს არ სჭირდება პროდუქტი. აი რო ვთქვათ პირდაპირ. ადამიანს სჭირდება ყოველთვის რაღაცა შედეგის მიღწევა. და ამ შედეგის მიღწევაში ეს ჩვენი პროდუქტი თუ დაეხმარება, მაშინ ჩვენი პროდუქტი წარმატებული იქნება. ჩვენი პროდუქტი თუ ვერ დაეხმარება ამ შედეგის მიღწევაში, მაშინ ჩვენი პროდუქტი არავის არ დასჭირდება რა. ამიტომ ჩვენ როცა იდეის მოფიქრება, იდეას ვფიქრობთ, არ უნდა დავიწყოთ არასდროს პროდუქტიდან. ამისთვის არის ერთი კარგი სავარჯიშო. სავარჯიშოა ეს ასეთი, რომ ანუ აი თქვენ თუ რამე იდეა მოგაფიქრდებათ, მაგალითად ბიზნესზე, რისი გაკეთებაც გინდათ, თქვენთან დაუსვით ასეთი კითხვა. ეს ჩემი ბიზნესი რო არ არსებობდეს, რამე შეიცვლებოდა თუ არა ვინმესთვის. და თუ პასუხი ამაზე რო არავისთვის არაფერი შეიცვლებოდა, შეგიძლიათ სხვა იდეაზე გადავხვიდეთ. ანუ შეიცვლება ეხლა ეს ქართულში ცოტა ისე ჟღერს რა, რომ ანუ არ არის აუცილებლად მთვარეზე რაღაცის გავხსნათ რაღაცა. ხო ხომ ხდება დიდი თემა არ არის აუცილებლად რაკეტა გაუშვათ კოსმოსში. ანუ პატარა რაღაც ხო რომ ანუ ვიღაცა ადამიანებს რაღაც პრობლემას უჭირი. უბრალოდ აქ რა თქმა უნდა მასშტაბზეა რომ რაც უფრო ბევრ ადამიანს გადაუჭერთ მით უფრო რთულ პრობლემას, მით უფრო წარმატებული ბიზნესი იქნება თქვენი. რაც უფრო ცოტა ადამიანს გადაუჭერთ ნაკლებად მნიშვნელოვან პრობლემას, მით უფრო პატარა მასშტაბის იქნება თორე დანარჩენი ერთი და იგივეა რეალურად. ესე იგი თუ არ ყავს ადამიანები, ვისაც ამ პრობლემას უჭრი, შენი ბიზნესი არასდროს არ აეწყობა. ეხლა უყურეთ. ეს პირველი ნაწილი, ასე ვთქვათ. ეხლა მეორე თემა. ხშირად მოდიან ხოლმე ჩემთან და ორ რაღაცას მიყვებიან რა. პირველი მეშინია ბიზნესის დაწყების. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ არ ვარ მზად ბიზნესის დასაწყებად. ანუ ხო ხდებით ადამიანები ელოდებიან, რომ ანუ რაღაც ხანერად უნდა გრძნობდე თავს, რომ აი მზად ხარ რა და უშიშრად უნდა გამოიყურებოდე და ასე შემდეგ და მაგაზე პასუხია რომ არ არსებობს ასეთი მდგომარეობა. ანუ ყველას ეშინია ახალი ნაბიჯების გადადგმის. ეს ადამიანში დევს პირდაპირ რა, რომ ჩვენ რაღაცა რასაც ვერ ხედავთ, საით მივდივართ, რა იქნება, არასტაბილურობა იქნება, ასე შემდეგ. ეგ არასასიამოვნო, არ არსებობს ადამიანებისთვის ეს სასიამოვნო პროცესია რა. და ყველას ეშინია. ამიტომ თქვენ თუ იმას ელოდებით, რომ დილით როდის გაიგუძებთ და რაღაც შეგრძნება გექნებათ, რომ თქვენ მაგიურად რაღაც მზად ხართ ბიზნესის დასაწყებად, ეგ დღე არ გათენდება არასდროს. ნაბიჯები უნდა გადადგა. ეხლა ჩვენამდე ვთქვათ, რომ აუ მზად ვარ და აუ აი აქამდე არ ვიყავ მზად და ეხლა მზად. არ არსებობს მასეთი რაღაცები. ნაბიჯები უნდა გადადგათ და შეხედავთ პროცესს, აი წაკიყვანს როგორ გამოვა ასე შემდეგ. ეგ პირველი. ეხლა მეორე. ეს მეორე უფრო ხშირად ხდება ხოლმე.
ძალიან ხშირად მოდიან ხოლმე ჩემთან და მეუბნებიან რომ აუ მაგარი ბიზნეს იდეა მომივიდა და მოგიყვები ოღონდ ჩვენ შორის დარჩეს რა რომ არავინ არ გაიგოს ანუ მაგათ რა გონიათ რა რომ ვინმე გაიგებს მაგის იდეას და იტყვის რომ აი ეს არის იდეა რაც მინდოდა და გავარდება და ეგრევე მაგის კეთებას დაიწყებს რა სინამდვილეში ერთი ბიზნეს ანეკდოტი არსებობს ასეთი რომ შენ თუ მოგივიდა კარგი ბიზნეს იდეა 5 კომპანია უკვე მსოფლიოში ვინც ამ იდეაზე მუშაობს და შენ თუ მოგივიდა ძალიან მაგარი იდეა მაშინ 10 კომპანია რომელიც ამაზე მუშაობს უკვე ანუ ესას გვეუბნება ეს გვეუბნება რომ იმისი შანსი რომ თქვენ ისეთი იდეა მოგივიდათ რომელიც ხვას არ მოსვლია და ის ადამიანი ვისაც უყვებით ის არის ზუსტად ვინც ამ იდეას ელოდებოდა და ერთი სული აქვს რომ გავარდეს და თქვენს მაგათ გააკეთოთ მაგის შანსი არის პრაქტიკულად ნული სამაგიეროდ სხვებს რომ უყვებით თქვენი იდეის შესახებ ეს არის ძალიან ეს შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლო ეხლა რატომ ნახეთ ჩვენ რაღაცას რო ვაკეთებთ და რაღაცაში დროს ვხარჯავთ ამ რაღაცის მიმართ ხდებით სუბიექტურები სუბიექტურობა ძალიან ცუდი რაღაცაა რატო ჩვენ გაკეთებული რაღაცები მოგწონს და მის უარყოფით რაღაცებს ვერ ვხედავთ ამიტომ პირველი ჩვენ თუ გვინდა წარმატებას მივაღწიოთ რა ხდება უნდა გავიდეთ ამ სუბიექტურობიდან იმიტომ ხარ ჩვენ ახლა ყველას ვსაღავთ ჩვენი შვილი ყველაზე ნიჭიერია და ყველაზე ჭკვიანია და ვარა მაგრა თქვა мама ხო ხვდებით ამ მასეთ რაღაცები ყველას გვაქვს რა არ არის ეგ არაფერი ანუ რატომ მოგწონს რომ იმიტომ რომ ჩვენია თორე აბა ვიღაცის შვილმა თქვა мама იმაზე საერთოდ არ ხვდოვანებული ვართ რა ხო ამიტომ მაგ თემიდან უნდა გავიდეთ რა ჩვენი იდეით თუ ვართ მასე აღფრთოვანებულები რომ აუ რა მაგარი იდეაა და სასწაულია და ასე შემდეგ ხო არ არის სავარაუდოდ მას ეს სასწაული ამიტომ სხვებს უნდა ველაპარაკოთ ამაზე სხვებისგან აი ამ ლაპარაკში მოვისმენთ შეფასებებს იმათ რა გაიგეს რა ვერ გაიგეს რა მოეწონათ და მე თქვენ მაგის მიხედვით უნდა დახვეწოთ ეს ყველაფერი იმიტომ რომ ჩვენ თუ დავრჩევით მარტო ჩვენთან და კი არის ისეთი შემთხვევები რომ ტიპები რომ ყველასთან მივიდეთ და ყველამ რომ დაარეჯექტა და ყველამ უთხრა რომ ეს არ ვარგა და ამათო მაინც თავის ჯეროდათ და მაინც რომ ბიჯები გადადგეს და მაინც რომ მაგარა გამოვიდა და რა მასეთები არის მასეთ იქნება 5 შემთხვევა დანარჩენი 500.000 შემთხვევა რაც არის რომ მივიდნენ იმათ უთხრეს არ ვარგაო და მართლა არ ვარგოდა და მე ამათ დაიწყეს რაღაცების ფიქრი როგორ გააუმჯობესონ ასე შემდეგ ამიტომ არის კარგი სავარჯიშო რა მოკლედ პირველი ყველას მოუყევით თქვენი იდეის შესახებ და მოусმინეთ ასთავარე მარტო ის არა ხო იცი რომ უყვები და შენ ლაპარაკი რო ქსიამოვნებს და იმის ლაპარაკის ჯერ რომ მოვა ის აღარ გაინტერესებს იმიტომ რომ მარტო შენ უნდა მოგეყოლო მასე არა უყვებით ისინი გისმენენ ისინი მე რაღაცებს გეკითხებიან გელაპარაკებიან ასე შემდეგ და მაქედან იგებთ რა მოხდა და რა არ მოხდა ერთი ხო და სავარჯიშოზე რაც თვამოდი მაგარი სავარჯიშო რა არის თქვენი მეგობრები შეკრიბეთ რამდენიმე და მოუყევით თქვენი ბიზნეს იდეის შესახებ ერთ წუთში და მე ეს თხოვეთ რომ დაწერონ რა გაიგეს და გული გაგისკდებათ აღმოაჩნდეთ რომ ვერაფერი ვერ გაიგეს ძალიან რთულია რა რომ ადამიანს გააგებინო რაზე ლაპარაკობ რატომ ეგ ცნობილი თემაა რა რომ შენ როცა დრო და ენერგია რაღაცაში დახარჯული შენთვის ეს ბევრად გასაგები ხდება და შენ ვიღაცასთან დიალოგი რო გაქვს უხსნი შენი პოზიციიდან გამომდინარე ანუ რაღაცები იცი რაღაცებს ტოვებ რაღაცები თავში გაქვს და გონია რომ ეუბნები და ასე შემდეგ და ის ვერ იგებს ამიტომ ეხლა მეგობარი რო ზუსტად მაგიტოა რა რო ვერ გაიგო მე შენ ეცდები რომ ისწავლო ისგან რა გაიგო რა ვერ გაიგო ასე შემდეგ და მე დაამუღამო როგორ უნდა გააგებინო ეს ყველაფერი და რატო ეხლა ეს ყველაფერი საჭირო რა იმიტომ საჭირო რომ რეალურად ჩვენ თუ სხვებს ვერაფერი ვერ გავაგებინეთ ჩვენი ბიზნესის შესახებ მაშინ პირველი ნაბიჯების გადაღება ძალიან გაგვიჭირდება მარტო ვერავინ ვერაფერს ვერ აკეთებს ყოველთვის გვჭირდება რაღაცა თანამზრახველები ხო რა ვირა დაუძახოთ რაღაცა გულშემატკივრები ვიღაცები რა ვინ ჩვენთან ერთად რაღაცებს გააკეთებენ და ინვესტორები გვჭირდება ფული გვჭირდება კონტაქტები გვჭირდება ვიღაცებთან მისვლა გვჭირდება ხო მიხოთ და კლიენტები გვჭირდება ანუ ჩვენ კომუნიკაცია უნდა გქონდეს მუდმივად რა და ეს კომუნიკაცია არა მარტო ფულის მოზიდაში დაგეხმარება არამედ იმაში რომ ჩვენი ბიზნეს იდეა დავუხვეწოთ პოტენციური თანამშრომლები და დამფუძნებლები და ასე შემდეგ ვიპოვოთ და ასე შემდეგ ეხა უყურეთ აქ როგორ რაღაცა პირველი რასაც იდეაში ვფიქრობთ ხოლმე მე გადავალ ამის შემდეგ თემაზე რასაც იდეაზე ვფიქრობთ ხოლმე არის რა რომ ძალიან ხშირად მსმენია რა მაგარ პროდუქტს გავაკეთებ და გაიყიდება აბა რა სიზამს თქვენს დაწუნებული აქვს მენიათ მასეთი რაღაცა რა რომ ახლა თუ მაგარია ახლა გაიყიდება აბა ახლა როგორ არ გაიყიდება ხო და მაგაზე პასუხია რომ არ გაიყიდება
იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ უყურებთ პროდუქტს და პროდუქტი არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება რა? ჩვენ გვჭირდება რომ ადამიანებმა გაიგონ ეს პროდუქტი მაგისთვის ასაკეთებს და შესაბამისად შეიძლება ძალიან მაგარი პროდუქტები არსებობს ზუსტად ჩვენს გარშემო ისეთები რომლებიც ჩვენ გვინდა რომ გქონდეს, მაგრამ არ ვიცით, ვერ ვიგებთ, ასე შემდეგ, ამიტომ ამ ხალხთან ჩვენ გვინდა კომუნიკაცია უნდა გქონდეს, უნდა გავაგებინოთ რამენაირად და ზუსტად რომ ფიქს რო ვიწყებთ, უნდა დავიწყოთ რომ კლიენტი ვინ არის რა. ხშირ შემთხვევაში კლიენტზე მიდიან ხოლმე ბოლოში. იდეას ვფიქრობთ, პროდუქტზე ვფიქრობთ, იმაზე ვფიქრობთ, ამაზე კლიენტი გვჩება რა, ანუ არსებობს ვარა ვიღაცა, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი კლიენტი. და დავიწყოთ კლიენტიდან, ყველაზე კარგი ეს არის, რომ ვინ არის ჩვენი კლიენტი, ვინ უნდა გადაგვიხადოს ამაში ფული, რატომ უნდა გადაგვიხადოს ამაში ფული და მაგ კითხვას თუ ვერ უპასუხებთ, ხო? მაშინ ესე იგი ფიქრი უნდა გააგრძელოთ, იმიტომ რომ იმ დანარჩენი ხალხი რაზე ფიქრობს ხოლმე, ხო? რაღაცა. აი ეს რომ ინტერფეისი ასეთი გავაკეთო და იქ რაღაცა რომ წითელი იყოს თუ ლურჯი იყოს და მას რაღაცა არ არის ეგ მნიშვნელოვანი, არა, არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპზე ამ მნიშვნელოვანი. ხაწყის ეტაპზე ვინ არის კლიენტი? რატომ უნდა გადამიხადოს ფული? აქ თუ არა ის ფული, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ უნდა გადამიხადოს. მაგ კითხვებზე თუ შეგვიძლია პასუხის გაცემა, მე უკვე რაღაცები მარტივდება და ასე შემდეგ. ეხლა უყურეთ. რასაც ვამბობდი იმაზე. ამ კომუნიკაციაზე რა. წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია. მაგალითად, შევდივართ ლიფტში და ჩვენთან დაჩემოდის ვიღაცა ტიპი, რომელიც შეიძლება იყოს ფულიანი ტიპი, ცნობილი ტიპი, მაგარი ბიზნესმენი, ან რა ვიცი, ან უბრალოდ ვიღაცა. ეხლა რა შეგვიძლია გავაკეთოთ? პირველი, ვიფიქროთ იმაზე, რომ აუ რა მაგარი იქნება, ეხლა ჩვეულებრივ ვიღაცაზე არა, მაგრამ აი თქვა ცნობილი ტიპი, ფულიანი ტიპი ასე შემდეგ რა. ვინატროთ რომ აუ ეხლა ამასთან პრეზენტაცია გამაკეთებინა, რა მაგარი იქნება. ეგ ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტი. ეს რამდენიმე ათეული წამი, რომელიც ამ ლიფტში ვხედავთ და არაფერს არ ვაკეთებთ და ისიც არაფერს არ აკეთებს, ველაპარაკოთ ამ ტიპს ჩვენი ბიზნეს იდეის შესახებ. ამას ეძახიან elevator pitch. elevator pitch-ი რაღაცა ლიფტის მონოლოგი, არ ვიცი ქართულად როგორ გადავთარგმნო რა. რაც მაგას ნიშნავს ზუსტად, რომ ანუ მე ლიფტში შევდივარ, ლიფტში სარკერატოა ხოლმე, ხო, რომ ანუ ლიფტში შევდივარ, არაფერს აქვე არ გვაქვს და ჩვენ თავს ვთვალიერებთ, ანუ მე არაფერს არ ვაკეთებთ მაგ ლიფტში, ხო? და წარმოიდგინეთ, რომ იმ ტიპს არ დავაცადოთ საკუთარი თავის თვალიერება, რომელიც ისე ბევრჯერ აქვს დათვალიერებული და რაღაცებს უყვებით ამაზე. აი ამ ჩვენ ბიზნესის შესახებ. ეხლა კითხვა 30 წამში და 40 წამში რა უნდა მოუყვე იმას ისეთი, რომ ეგ ტიპი დაინტერესდეს. პასუხი რომ ვინ თქვა რომ ადვილია მასთან რაღაცის გაკეთება. ამიტომ მაგას უნდა ვარჯიში. შენ 30 წამში ეხლა რო გითხათ, აბა რამე იდეა გაქვს და დავაება 30 წამში მომდევნო შანსი არ არის, ვარიანტი არ არის, მაგრამ უნდა ამას დამოყამება რა, რომ როგორ შეგიძლია შენ 30 წამში ტიპს გააგებინო და იმან გითხრას რომ ჩემი რაღაცა ვიზიტკა ან რაღაც კაი ტიპი ხარ და მოიტაბა გამოდი და კარგად მომიყევი რაღაცა. ანუ რეალურად იმას თუ დაველოდებით რომ რაღაცა ბილ გეიტსი როდის დაინტერესდება ჩვენით თავისით არასდროს არ დაინტერესდება. ზუსტად თელი მუღამი ეგ არის რომ უნდა ვცადოთ რომ ვიღაცებთან ვიკონტაქტოთ ასე შემდეგ და ეს რაღაცა შესაძლებლობა რომ იქნება ეს შესაძლებლობისგან შევქმნათ რაღაცა შემდეგი ნაბიჯი რომელიც შეგვიძლია გადავდგოთ. მიხვდით ხო რასაც გულისხმობ რა. ანუ ძირითად შემთხვევაში ყველა მას ახონა რომ აი რაღაცებს ელოდებიან რაღაცა გვაჩვენებს რაღაცა მოხდება. არაფერი არ გვაჩვენებს, არაფერი არ მოხდება და ასე შემდეგ. ჩვენ აი მუდმივ მოძრაობაში უნდა ვიყოთ და მუდმივ მოძრაობა ეგ არის ესე იგი ჩვენ უნდა ვეცადოთ ვიღაცებს ველაპარაკოთ და გავაგებინოთ რაც თავარია რა. ამაზე კიდე ერთი მეორე ბიზნეს ანეკდოტი არსებობს რა. მაგარი ანეკდოტები. მეორე ბიზნეს ანეკდოტი ასე გვეუბნება რომ როგორ უნდა მიხვდეთ რომ აი ადამიანს უნდა ბიზნესის დაწყება. და პასუხია რომ ტუჩებზე უნდა შეხედო თუ ამოძრავებს ესე იგი თავისი ბიზნესის შესახებ ყვება. ანუ რას ამბობს ეგ ანეკდოტი რა რომ ესე იგი მეც არაფერს არ აკეთებ რეალურად გახარდა შენ ბიზნესის შესახებ ყვები. და აი ეგ პროცესი ზუსტად ეგ არის რომ რამენაირად შენ ამ ხალხისგან წამოიღო კონტაქტები, რჩევები, მოსაზრებები, ასე შემდეგ რაღაცა. და თუ ფულს წამოიღებ ხო საერთოდ ძალიან მაგარია ხა, მაგრამ უბრალოდ ფულს წამოიღებ ასეთი ადვილი არ არის. ხო, მიხვდით ხო საითაც მივდივარ რა. ეხლა წარმოვიდგინოთ მე აი ამ ყველაფერს თუ რაღაც ამ პროცესებს დავამუღამებთ. მე არის ფიჩინგი. ფიჩინგს ასე ეძახიან, ფიჩინგს ეძახიან რაღაცა მოკლე პრეზენტაციებს, რომელიც შენ შეგიძლია
წარუდგინო პოტენციური ინვესტორებს, პოტენციურ თანამშრომლებს, პოტენციურად დაინტერესებულ პირებს. ძირითადად ითვლება ხოლმე ეს არის რაღაცა 5 წუთიანი პრეზენტაციები. ანუ რატო არის ახლა 5 წუთიანი პრეზენტაციები? იმიტომ რომ კაცი შვილი არ იქნება მონდომებული რომ ჩვენ ბევრი დრო დაგვითმოს და დაჯდეს და რაღაცეებს გვისმინოს რა. მე მქონია შემთხვევები რომ აი ტიპს უსმენ და 15 წუთი უსმენ და ვერაფერს ვერ გაიგებ. უარესების მინახავს 1 საათი უსმენ და რომ შეგიკითხებიან რომ აბა რა გაიგეო და ხრებს ვაიჩეჩავ რა თქვენს გქონიათ დაწუნებული რომ ვერაფერი ვერ გაიგე რა. ხო და მაგაზე ხა თუ შესაძლებლობა გაქვს რომ თუ აუცილებელია რომ ტიპს მოусმინო უსმენ, მაგრამ თუ არჩევანი გაქვს რომ არ მოусმინო, არასდროს არ მოусმენ რა. თავიდან 5 წუთი უსმენ და მე დაფრინავ შენთვის რაღაცებს ვფიქრობ რა. მეორე დღეს გეგმებს აწყობ რაღაც იქით აწლის. ასე შემდეგ. ხო და რას ვამბობდი? ანუ 5 წუთი კიდე რა არის? 5 წუთი ყველას აქვს დრო 5 წუთი. თუ ვინმე გეუნება თუ 5 წუთი არ აქვს არასდროს დრო, ხო? იმათთან ესე კონტაქტი არ უნდა იმას თქვენთან და იმას გაანებეთ თავი მაგასთან აზრი არ აქვს. ანუ 5 წუთი დროის პოვნა შეუძლია სოფლიოში ყველა დაკავებულ ადამიანს. შეიძლება დღეს და ხვალ არა, მაგრამ ზეგ ხო შეუძლია 5 წუთის დროის პოვნა. ამიტომ ჩვენ რას ვაკეთებთ, რომ ტიპს თუ ეუნებთ, რომ 5 წუთი დრო დამითმე, გეუნება რომ კაი დაგითმობ და ჩვენ ამ 5 წუთს ვიყენებთ. ეგ არის ის. ეხლა ეს 5 წუთი როგორ უნდა გამოვიყენოთ რა. ამ 5 წუთში ჩვენ უნდა მოუყვეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა. და ეხლა მინდა რომ ნელ-ნელა ეს თემები გავშალო. მოკლედ ესე იგი ამ 5 წუთში ჩვენ უყვებით როგორც თავიდან დავიწყე პრობლემა, რა პრობლემა აღმოაჩინეთ ბაზარზე და მერე როგორ უნდა გადაჭრათ ეს პრობლემა. ოღონდ ეხლა აქ რა მინდა რომ გავითვალისწინოთ ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მე ვეძახი ამას ასეთ იმას მერეს ვეძახი რა, აი მერე და კითხვის ნიშნიანი მერე რა. და ეხლა რაც გულისხმობ გეტყვით. რასაც იტყვით თქვენ თავს დაუსვით კითხვა მერე და თუ ამ მერეზე პასუხი არსებობს, ესე იგი იმ რაღაცას ამბობთ ცუდად. გეტყვით ახლა მაგალითებს მოვიყვან, რომ მიხვდეთ უფრო კონკრეტულად ას გულისხმობდი. აი მაგალითად ასეთი რაღაც, რომ ბიზნესს ვაკეთებ და უნდა ვაწარმოოთ სმენის აპარატები, სმენა დაქვეითებული ადამიანებისთვის. და ჩვენი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ სიგნალს, აუდიო სიგნალს ვამუშავებთ ციფრულად. ამ დროს ახლა კითხვა მერე ხო და ესმის და მაგას ესე იგი არ ვარ ეს ეგ მე რაც მოგიხევით რატომ იმიტომ რომ მე ეს ინფორმაცია რომ მოგაწოდეთ რომ სიგნალს ვამუშავებ ციფრულად თქვენ ამაში ვერანაირი ღირებულება ვერ დაინახეთ და მაგიტომ გითხეთ მერე ანუ რა მაგით ხო და ახლა ნახეთ უნდა გავაგრძელო ეს ნიშნავს იმას რომ სმენა დაქვეითებულ ადამიანებს ძირითადად პრობლემა აქვთ ხოლმე როცა ხალხმრავალ ადგილებში არიან და როცა ხმაურია მაგ დროს არ ესმით ყველაზე მეტად და ეს ჩვენი სიგნალის დამუშავების ტექნოლოგია ასეთ ხალხს საშუალებას მისცემს რომ აი ასე ხალხმრავალ ადგილებში ჩვეულებრივი კომუნიკაცია გქონდეს სხვებთან მაგას მერე აღარ ეკუთვნის უკვე ნახეთ მაგაზე მერეს თუ დასვა აღარ არის ლოგიკური კითხვა მაგაზე ესე იგი რა მოხდა ესე იგი კარგად მოგაწოდეთ ინფორმაცია და თქვენთვის გასაგებია და შესაბამისად თქვენ მერე მაგით ან დაინტერესდებით ან არ დაინტერესდებით ეგ უკვე ცალკე თემაა მაგრამ ამ შემთხვევაში რასაც ნიშნავს ეგ ნიშნავს იმას რომ ესე იგი ჩვენ მე რაღაცა ინფორმაცია თქვენამდე მოვიტანე თქვენ ეს ინფორმაცია გაიგეთ და შო ეს ჩემი ასე ვთქვათ პირველი ნაბიჯი შესრულებულია ეხლა მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ეცადეთ რომ ადამიანებს თან კომუნიკაცია გქონდეთ პერსონალურ დონეზე ეხლა რას გულისხმობ რა ეხლა ყველასთან რა თქმა უნდა პერსონალურ დონეზე არ გექნებათ კომუნიკაცია მაგრამ თუ მნიშვნელოვან ვიღაცებს უნდა შეხვდეთ ეცადეთ თუ გაარკვიოთ ვის ხვდებით მაგრად მუშაობს ეგ რა ეხლა ყველას დაგვიწერია სავარაუდოდ cover-letter-ი აი სამსახურში რო CV-ს ვგზავნი და რო გთხოვენ cover-letter-ი და აუ რა cover-letter-ი ხა მას ადაწეს და მე ერთი cover-letter-ი გაქვს დაწერილი ყველაფერზე რომ მიდის და Ctrl-C Ctrl-V და მაგას ვუხებ და არ მუშაობს ეგ რა რატო არ მუშაობს ანუ მთელი cover-letter-ის მუღამის ეგ არის რომ შენ კომპანია გეუბნება რომ მეკონტაქტებ პირად დონეზე პერსონალურ დონეზე რა რომ ანუ გავიგო ერთი რა გინდა და ჩემთან რა გინდა და ასე შემდეგ და ეს ადამიანებზეც მას ემუშაობს. აი ხა ნახეთ რას გულისხმობ რა. მაგალითად აი მე მაგალითად რაღაც შინაუცხოველი არ მყავს რა. ანუ ისეთ იმაზე გავიზარდე ოჯახში ასე შემდეგ რომ არ უყვარდა. და
მასე ვიძდები 20 წელი, მე აღარ გინდა ის. მოკლედ არ მყავს რა. და ამიტომ არ მაქვს ეს რაღაცა რბილი გრძნობები და რაღაცეები ამ შინაური ცხოველების მიმართ. და კი მომწონს ეს შორს უყურებ, კაია, ლამაზი რაღაცა ახსნან არ მინდა. ხო და ეხლა თქვენამდე იგია ჩემთან მოხვიდეთ და მომიყვეთ რომ როგორი ლამაზები არიან და როგორი რა ვიცი საწყლები არიან და მოდი დავეხმაროთ და რაღაცა ეს ჩემში ემოციებს ნაკლებად აღზრავს რა. ანუ სამაგიეროდ რაღაცები აღზრავს ძალიან დიდ ემოციებს. ამიტომ თქვენ თუ იცით მე როგორ მელაპარაკოთ თემის არჩევა შეგიძლიათ ბევრად მარტივად და ჩემთვის ეს ბევრად გასაგები და ბევრად ემოციური იქნება და ემოცია არის ზუსტად ის რაც მე ჩვენ გადაწყვეტილებებს გვაღებინებს. ეგ ეხა გეტყვით უყურეთ ეგ ის არის ძალიან ასე ვთქვათ ის არის რა ბიოლოგია ჩვეულებრივი ჩვენ ტვინი როგორ არის აწყობილი უცებრო გითხრათ რა ანუ ჩვენი ტვინი იყო აი ეს ქვედაშრე რაც არის ქართულად არ ვიცი რა ქვია ლიმბი ქვია ინგლისურად რა მნიშვნელობა აქვს რა მოგეთ ეს ქვედაშრე რაც არის ეგ არის ემოციებზე პასუხისმგებელი და მე არის ქერქი ეს ქერქი არის რაც არის ლოგიკა და აზროვნება და რაღაცეები და ეს ქერქი განგვივითარდა ჩვენ ევოლუციის შედეგად. ოღონდ რა არის რომ ევოლუცია ხო ძალიან გრძელი პროცესია და ალბათ მილიონი წელს მე თუ გადავრჩით მანამდე შეიძლება უკეთესად იყოს რაღაცები, მაგრამ დღეს რა ხდება რომ ეს ქერქი და ეს ქვედა ტვინი ერთმანეთს ვერ ელაპარაკებიან ნორმალურად. და ანუ რა ხდება რომ ეს ქვედა ტვინი რაღაცა გადაწყვეტილებას იღებს და ნორმალური კომუნიკაცია არა ქერქთან და ჩვენ მე მაგას სიტყვებით ვერ გამოვთქვათ. ხო იცი რაღაცა რომ აი გული მიგრძნობს, რა გული გიგრძნობს, ანუ გამოთქმა რომ აი გული მიგრძნობს, ხო არ არსებობს. გული არაფერს არ გიგრძნობს, გული არის სისხლსა იმაშვება. აკაჭავებს ხო? მეც არაფერს არ შვება. რეალურად. ანუ ეგ გული მიგრძნობს, ზუსტად ქვია მაგაზე რომ ანუ ჩვენმა იქ ქვედა ტვინმა რაღაცა ემოციებით მიიღო გადაწყვეტილება და იმას ვერ დაუკავშირდა და ჩვენ ვერ გადავთარგმნეთ ეს რაღაცა ლოგიკის და რაციონალობის დონეზე. ხო და გადაწყვეტილებას იღებს ის ქვედა. ამიტომ თუ რაღაცები ემოციებს არ აღზრავს და იმასთან კონტაქტს ვერ ამყარებს, მე რამდენი გინდა ფაქტი მოგიყვანოთ და ასე შემდეგ რა ციფრი და ლოგიკა და რაციონალი და თქვენ მაინც კი ამბობთ რომ კი ეს ყველაფერი მესმის და ეს სავარაუდოდ მასია, მაგრამ აი რაღაცა მაინც არ მომწონს რა, აი მას რაღაცა ყველას გქონია რა. ამიტომ ეცადეთ რომ ემოციების დონეზე ეკონტაქტოთ ადამიანებს. და ემოციებს ყველაზე ერთი და იგივე რაღაცა ვერ აღზრავს ემოციებს. უნდა იცოდეთ ადამიანები რაზე არიან ემოციურები. ვიღაცაზე მოქმედებს რაღაცა ერთი თემა, ვიღაცაზე მეორე თემა, ვიღაცაზე მესამე თემა. თუ ამას წინასწარ არ მოვემზადებით, კი შეგიძლიათ ცადოთ და ერთ-ერთი რაღაცა ითევზაოთ და რაღაც იქნება გაარტყათ, მაგრამ მაგდენი და სავარაუდოდ არ გექნებათ, რომ თქვენ რაღაცა ერთ თემა დაიწყოთ, მე მეორე, მე მესამე და ის ვიღაცა იზეს და გისმენდეს ოდის მიხვალ იქამდე, რომელიც მისთვის საინტერესო იქნება. მიხვდით ხო, რასაც გულისხმობ. კაი, ეხლა შემდეგი რაღაც. ეცადეთ რომ ყოველთვის ისაუბროთ ხოლმე და იფიქროთ კონკრეტულად. კერძოდ ძალიან ბევრი საკმარისი ასეთი რაღაცები არ არის ღირებულების მომტანი არავისთვის, არც თქვენთვის ფიქრის პროცესში და არც მსმენელისთვის. ადრე ვიყავი რაღაც ის იყო. შეხვედრა იყო, რაღაცა ბიზნეს ფორუმი იყო რა ბევრი წლის წინ და ვიღაც უცხოელი ექსპერტები იყვნენ ჩამოყვანილები და ის როგორი ფორმატი ჰქონდა რომ რაღაცა ჩვენ ეს ანტრეპრენერები ვინც ვიყავით დამწყები ბიზნესმენები უყვებოდით ჩვენი იდეების შესახებ და ისინი არჩევებს გვაძლევდნენ და რაღაც ასეთი რაღაცები რა და ერთი გამოვიდა და რაღაცები მოყვა და ამ ტიპმა კითხა მე რომ შენიო exit strategy რა არისო რაღაც გასვლის სტრატეგიაო და ეს ტიპი დაიბნა რა ეს ვინც უყვება რა გასვლა არ ვაპირებ გასვლას იმან ხო არაო გასვლა აუცილებელიაო კონდეს მოფიქრებულიო და ამან თქვა როგორო და აიო რომელი კომპანია გიყიდისო და იმან თქვა რომ Microsoft-იო და იმან თქვა ძალიან მაგარიაო აიო ამათო Microsoft-ი ყიდულობსო და მეორე გამოვიდა მეორე მეგრევე ესე დაიწყო რომ აი მე Google-ი შემიძენს და ამას მოეწონა რომ აუ ძალიან ხალხო მას ლაპარაკს აზრი არ აქვს საერთოდ რა ანუ ჩვენ ამდენი გინდა ვილაპარაკოთ რომ მე მაქვს გეგმები რომ Google-ი მიყიდის და მე გავხდები ძალიან დიდი და ჩემი ბიზნესი იქნება საკმარისი იმისთვის რომ რაღაცები არაფერს არ მეუნება ანუ არანაირ ინფორმაციას არ ატარებს რა ამიტომ ეცადეთ რომ მოიყვანოთ ხოლმე კონკრეტული მაგალითები რომ ადამიანისთვის გასაგები გახდეს რომ რასაც ლაპარაკობთ არიზე ლაპარაკობთ იმიტომ რომ მასეთი ტერმინებით ვერავის ვერ გააცვიფრებთ აი სახში რომ მიხვალ და რაღაცა შენ
მას რა ქვია, მეზობელს რო ეტყვი, რომ აუ ძალიან მაგარ ბიზნეს ხოდავ და ისო გეტყვის, აუ რა მაგარი ბიჭი მყავს ეს ნახე რა, რომ ძალიან მაგარ ბიზნეს ხოდავს. ანუ არ არის რა ეგ მეზობელს შეიძლება მოსწონს, მაგრამ მაგის იქით ვერ გახვალ მაგით რა. ამიტომ ის რაღაცა ტერმინები ის რომ ჩვენ ვართ ძალიან ნიჭიერები და ყველაზე კონსერვატიული მიდგომა გვაქვს და რაღაცები არ მუშაობს რა. ანუ აი ხაი მაგალითს გეტყვით რა. მაგალითად ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენი პროდუქტი გამოირჩევა იმით რომ არის ძალიან მარტივი მოსახმარად. რა მეკითხრათ ამან? ანუ მაგის თქვა შეუძლია ყველას. ანუ ყველას შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენი პროდუქტი არის ძალიან მარტივი მოსახმარად რა. და არაფერს არ ამბობს რა. ვიღაც მარტივი ვიღაც რთული. უყურეთ ახლა მეორნაირად გეტყვით. ჩვენი პროდუქტი ძალიან მარტივია მოსახმარად. და რატომ? ჩვენ ჩავატარეთ ტესტი, რომ ქუჩიდან მოვიყვანეთ ვიღაც ადამიანები, რომლებსაც ჩვენი პროდუქტი მივეცით და ყოველგვარი ინსტრუქტაჟის გარეშე 10 წუთის შემდეგ მათ შეძლეს ინტერფეისში გარკვეულიყვნენ და ამისცი, ასე ვთქვათ, სარგებლობა დაიწყოთ. ეს უკვე ღირებული ინფორმაცია, ანუ კონკრეტული რაღაც თქვი, ის კი არა, რომ ჩვენ ძალიან მარტივი პროდუქტი გვაქვს და ყველაფერს აკეთებს. ეს კონკრეტული რაღაც თქვი, რომელიცაც ადამიანს შეუძლია დარწმუნდეს, რომ რასაც ვამბობ, მართლა ვამბობ. ან მეორე, ასეთი რაღაცა ვთქვათ, მაგალითად, რომ ჩვენი სერვერი ძალიან დაცულია. რავია, არის დაცული, ან არ არის, არ ვიცი. აი ხა მეორნაირად გეტყვით. ჩვენი სერვერი ისეთი დაცულობა აქვს, რომ კიბერშეტევა იყო რამდენიმე თვის წინ, როცა ყველა მსგავსი სერვერი დაჰაკეს და ჩვენსაც ვერაფერი ვერ უქნეს. ოკეი, ეგ უკვე ღირებულია, ანუ მართლა ნიშნავს, რომ ესე იგი მე რაც გითხარით, მაგ რაღაცას მოვაყოლე მაგალითი კონკრეტული დამასაბეზა საბუთი, რომელიც ღირებულია. გავიგეთ. ამიტომ ესე იგი ასეთნაირად ეცადეთ ისაუბროთ, ესე იგი რომ ადამიანებს მოუყვანოთ კონკრეტული მაგალითები, ჰაერზე არ ილაპარაკოთ და მეორე ეცადეთ რომ პერსონალიზირებულ დონეზე ელაპარაკოთ, რომ მათ გაიგონო. ეხლა გადავიდეთ უფრო მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც არის ბაზრის განსაზღვრა. ეხლა რას გულისხმობ ბაზრის განსაზღვრაში? მოკლედ, თავიდან როგორც დავიწყე ჩვენი ლექცია, ხო ვთქვით, რომ ძირითადად შემთხვევაში ადამიანები ვფიქრობთ პროდუქტზე და არ ვფიქრობთ კლიენტზე, არ ვფიქრობთ ბაზარზე და მე მივდივართ ხოლმე და მასეთ რაღაცებს ხელოვნურად ვცდილობთ, რომ მოდი აბა ხალხო დავაბრეინშტორმინგოთ და აბა ვთქვათ ვინ იქნება ჩვენი კლიენტი, რამხელა იქნება ჩვენი ბაზარი. არა და მაქედან უნდა დავიწყოთ ფიქრი რა. აი ხა მაგალითს გეტყვით. აი მაგალითად ასეთი რაღაც. მე მინდა გავხსნა რესტორანი. და წარმოიდგინე საქართველოში ცხოვრობს 3 მილიონი ნახევარი ადამიანი და ამ 3 მილიონი ნახევარი ადამიანს უნდა ჭამა. საერთოდ ხო იცით ახლა საქართველოში კვების ბიზნესები მაგრად მუშაობს. ანუ ეხლა რა გითხარით რეალურად? არაფერი საერთოდ. იმიტომ რომ 3 მილიონი ნახევარი ადამიანი არ არის ჩემი კლიენტი. ის 3 მილიონი ნახევარი ადამიანი და ზოგი ბათუმში ცხოვრობს, ზოგი ქუთაისში ცხოვრობს, ზოგი თბილისში ცხოვრობს, ზოგი რა ვიცი საცხოვრებს საერთოდ. ხო? მეორეც გინდაც მე თბილისში ვხსნიდი ამ რესტორანს და ადამიანი თბილისში ცხოვრობდეს, რა არის იმის შესაძლებლობა, რომ ტიპი ჩემთან დაიწყებს სიარულს თუ რამე განსაკუთრებულს არ ვაკეთებ. შორიდან მოვა. ხო ეს გამოძახებებმა რაღაცები გაამარტივა, მაგრამ ეგ გამოძახებებიც ახლა შორმანძილზე არ მუშაობს, ცივდება და ისიც იჭედება და ასე იგვიანებს და ასე. ანუ რაღაც რადიუსით ვარ შეზღუდულები რა. ამიტომ მე თუ მინდა რაღაც კვების ობიექტის გახსნა, ჯერ ერთი ხო ის უნდა ვიცოდე, რომ ეს მართლა მაგარია და ასე შემდეგ როგორ არის და მეორე რომ ჩემს გარშემო რაღაც არ ვიცი 3 კილომეტრის რადიუსში ცხოვრობენ, სავარაუდოდ ეგ ხალხი იქნება ჩემი პოტენციური კლიენტი და არა ის რაღაცა 3 მილიონი ნახევარი ადამიანი, რომელიც 300 კილომეტრს იქით ცხოვრობს და მე უბრალოდ ციფრებს ვამბობ. მიხვდით ხო, ანუ ბაზრის განსაზღვრაში ეცადეთ რომ იყოს ძალიან კონკრეტული. მეორე მაგალითს გეტყვით, თუ ეს თემა ამოვწუროთ, ასე ვთქვათ. მეორე მაგალითი არის ასეთი, რომ ეხლა აქ რომ მოდიოდი, მომივიდა ძალიან მაგარი იდეა, ხა ნახეთ რა მაგარი იდეა მომივიდა. ჩინეთში უნდა გავიყვანო ინტერნეტი, ინტერნეტ პროვაიდერი უნდა შევქნა ჩინეთში. უყურეთ ახლა რატოა მაგარი. ჩინეთში ცხოვრობს 1,5 მილიარდი ადამიანი. მოდი მე ვიქნები ძალიან კონსერვატიული და ვიტყვი რომ 1% რო იყოს ჩემი პოტენციური კლიენტი. ანუ 15 მილიონი. მოდი ასე ვთქვა, უფრო კონსერვატიული ვიქნები. 0,1% იყოს. ანუ 1,5 მილიონი ადამიანი. ამ 1,5 მილიონმა კლიენტმა მე რომ გადამიხადოს თვეში $20. ესე იგი თვეში გამომდის 30 მილიონი, წელიწადში გამოდის 350 მილიონი სადღაც რა. ნახეთ რა იდეალური ბიზნესია, რომ პირველივე წელს 350 მილიონს მიწერს ეს ბიზნესი. მასეთ რაღაცებს ყვებით ხოლმე და ვისმენთ. ხო? და
წარმოიდგინეთ თან ახლა თავიდანითის დავიწყე რა, რომ სუბიექტური ხარ, რომ ეს იდეა არ მოგივა და აღფრთოვანებული ხარ შენი თავით, რომ რა მაგარი იდეა მომივიდა, რომ ბიზნესმა 300 მილიონი დამიწეროს 1 წლის მერე. და ანდოს ვიღაც მოუკვეთა, ვიღაცა გეტყვის, რომ მოიტა რა 300 მილიონი დაგიწეროს. და ანდოს რა არის, რომ რეალობა რა არის? რეალობა არის, რომ ჩვენ თუ ავიღებთ რაღაცა დიდ ბაზარს და ვეცდებით, რომ დავაბრეინშტორმინგოთ და ეს დიდი ბაზარი რაღაცა დავავიწოვოთ და რაღაცები გავაკეთოთ. არ არის რეალურ ციფრებზე გავდივართ. და იმის არის საქართველოს 3 მილიონი ნახევარი ადამიანი ცხოვრობს. არ არის ეგ კლიენტი, არ არის ის რაღაცა მილიარდ ნახევარი ჩინელი ჩემი პოტენციური კლიენტი. აი გეტყვით, როგორ უნდა შევხედოთ რეალისტურად. თქვათ მართლა გავაკეთე ინტერნეტ პროვაიდერი. ხალხს როგორ უნდა შევთავაზო რომ ინტერნეტი ისაქნა. რასაც თავაზობ ხოლმე რა არის, რომ ანუ ცნობადობა და რაღაცები სანამ მექნება და ამას დიდი რომ უნდა დავრეკო. ადრე რო იყო ხოლმე, ხო გახსოვთ რაღაც ზარი რო იყო კარზე და გახვიდო და ვიღაცა იყო რა იმიდან ვარ რა ქვია. მაქტიდან ვარ, რავი, ვინც იყო თავიდან აღარ მაგ კავკაზუს ონლაინი რო იყო, აი აქედან ვარ და რაღაც ინტერნეტი ხო არ გინდათ. ანუ რაღაცნაირად ამ ხალხთან მიიტანო ჩემ ეს ინფორმაცია, ხო? ანუ აი წარმოვიდგინოთ ტელეფონზე რო დავარეკინო ტიპს რა. ანუ აი თქვენ რო გირეკავთ ტელეფონი, მასე ხო რეკავენ ხოლმე, მე მირეკავენ ხოლმე რაღაც. სულს შემოგთავაზოთ რაღაცა იურიდიული მომსახურების სერვისი. რაღაცა ეს ბიზნესებია ჩვეულებრივ, რომელიც ჩვენს გარშემო ფუნქციონირებას იწყებენ ან ფართოდივენ ასე შემდეგ. ხო და შენეუნები რომ მადლობა ნახვამდის არ მინდა. ანუ რა გამოდის, რომ რეალურად ერთი 10 ზარში შეიძლება ერთმა უპასუხოს და კითხოს, რომ აბა გისმენთ და რაღაცა. მე მაქედან რამდენი იქნება კლიენტი. და ანუ ეს დღეში ადამიანს რამდენ ადამიანთან შეუძლია დარეკვა. აი წარმოვიდგინოთ, რომ დღეში ტიპმა დარეკა, რა ვიცი, 300 კაცთან. ამ 300-დან ერთი 30 კაცმა მოусმინა და ამ 30 კაციდან ერთი 3-მა ან 2-მა უთხრა, რომ კაი, მინდა ინტერნეტი. ხო? ესე იგი რა გამოდის, რომ დღეში შენ შეგიძლია ყავდეს რაღაცა 3 კლიენტი, რომელიც წელიწადში გამოდის 1000 კლიენტი. კაი, თქვათ ერთი ტიპი არ გიზეს იმ call center-ში და 10 ტიპი ყავს, ხო? ანუ რა გამოდის წელიწადში გამოდის 10000 კლიენტი და 10000 კლიენტი და 1.5 მილიონი კლიენტი იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან წეღარასაც ვამბობდი რა. წარმოიდგინეთ 10000 კლიენტზე შენ გახვალ რამდენზე, რა ვიცი. $100,000-ზე სანამ მაგაზე ახვალ და სანამ დაუყენებ და მარტო ის ხარ არის რომ დაგთანხმდა მე შენ ბრიგადა გინდა, ჯგუფი გინდა რომ გაგზავნო და ის უნდა გააკეთონ ყველაფერი და რა ამბობს აღმოჩნდება რომ შენ 300 მილიონის იმედი ქონდა პირველ წელს ბოლოს და პირველ წელს ბოლოს გაკ $50,000 და აბსოლუტურად სხვა რამე ფიქრობ და სხვა ოცნებები ქონდა და სხვაგან აღმოჩნდი და ამიტომაა ზუსტად რომ ვეცადოთ რომ რეალისტურები უნდა ვიყოთ რა და რეალისტურობა ზუსტად მაგას გულისხმობს რომ ჩვენ პირველ რიგში დავინახოთ ვინ არიან ჩვენი კლიენტები. ყველაზე რთული ეგ არის, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ჩვენ ვფიქრობთ პროდუქციაზე, ჩვენ ვფიქრობთ რაღაცა იმებზე, რომ ამ პროდუქციას რა გავუკეთო, რითი გავამჯობესო კონკურენტები, როგორ მისაუქნა ეს ქნა და ამურ გავიწყდება ყველაზე მთავარი, რომ ბაზარი როგორ მუშაობს რა. ეხლა კონკურენცია ვახსენეთ და ბარემ მაგ კონკურენციაზეც მოგიყვებით. მოკლედ, ხშირად გონიათ ხოლმე ასეთი რამე, რომ თუ იტყვია რომ კონკურენტები მყავს, ეს არის ცუდი. რატო? იმიტომ რომ ვაიმე, ახლა კონკურენტი რომ მყავს, ეგ ხო იმას ნიშნავს, რომ ვიღაცა იგივეს აკეთებს და ესე იგი მე შანსი არ მაქვს და ამიტომ მოდი ვიტყვი რომ კონკურენტები არ მყავს. ჩვენ ისეთ ბიზნესს ვაკეთებთ, რომ კონკურენტები საერთოდ არ არსებობენ. მასეთ რაღაცას როცა მეუბნებიან ხოლმე, ორი რეაქცია მაქვს რა. პირველი რეაქცია მაქვს რომ ამათ ეთყობა Google-ის გამოყენება არ იციან. რაც ძალიან ცუდი რეაქცია. თან ახლა უფრო გამარტივდა Google-იც აღარ გჭირდება. ChatGPT-ში პირდაპირ შეეკითხები რომ ვინ აკეთებს მას რაღაცას და უწერ თელ სიას რაღაცა ანბანის მიხედვით ჩამოგიწეს კომპანიების სიას, ვინც მასეთ რაღაცებზე მუშაობენ. და ამიტომ ტიპი თუ გეუბნება რომ კონკურენტი არ ყავს და შენ ამ დროს 5 წამიან რისერჩი რო უბრალოდ ამაში ChatGPT-ის ჩაწერაში რა დროს დაკარგე, შეგიძლია რომ გაიგო რამდენი პოტენციური კონკურენტი ყავს ამ კომპანიას, იქვე დამთავრდა რეალურად თქვენ დიალოგი. ეგ იმას ნიშნავს, ის ან გატყუებთ, ან მართლა არ არის სერიოზულად მომზადებული და ასე შემდეგ. ეგ ერთი. მეორე, თქვათ და მართლა არ ყავს კონკურენტი. მაგ დროს რა ხდება? ეხა გეტყვით. საქართველოში გვაქვს ერთი ეგ პლუსი, რომ ერთი პატარა ბაზარია და მე მეორე მაგარი უკან ვართ სოფლიოს ბაზრებთან მიმართებაში და შეიძლება მართლა არ აკეთებდეს ვიღაცა რაღაც ისეც. ხა სოფლიოში თუ ნახე რომ ასეთი რაღაც არ არსებობს, ეგ სხვა თემაა, ეგ სხვა პრობლემაა, მაგრამ ხშირად შეიძლება იყოს რომ სოფლიოში არსებობენ კომპანიები, რომლებიც მსგავს სერვისს საქართველოში ასთავაზობენ
და შენ გინდა რომ ასეთი რაღაც საქართველოში გადმოიტანო. ეგ ძალიან მისაღებია. მაგრამ მეორე მომენტი რა არის, რომ თქვათ ნახე და არ არის საქართველოში მართლა არავინ. მაგ დროს შენ რაზე იწყებ ფიქრს? ეს იმიტომ არ არის საქართველოში, რომ ჯერ არავის არ გაუკეთებია, თუ იმიტომ რომ უბრალოდ საქართველოში არ მუშაობს მასეთი რაღაც. ანუ კონკურენტი თუ არ არსებობს ბაზარზე, ესე იგი იმ ბაზარზე არსებობს რაღაცა პრობლემა. მასე უნდა დავიწყოთ ფიქრი. შეიძლება არ არსებობს პრობლემა და ჩვენ რადგან უკან ვართ უბრალოდ მაგ თემაზე ჯერჯერობით არავინ არ მისულა და თქვენ ხართ პირველი ვინც მაგ თემის გაკეთება დაიწყო ფიქრი, მაგრამ შის შემთხვევაში სავარაუდოდ მისულები არიან, სავარაუდოდ ფიქრობენ და მით უმეტეს თუ გლობალური იდეა გაქვთ, რომელიც საქართველოს ფარგლებს გაეცდება, მან თუ კონკურენტი არ არსებობს, იგი მას ნიშნავს, ესე იგი მაგარი ცუდი იდეა გაქვთ რა, იმიტომ რომ აი ძალიან ნოლთან ახლოს არის იმის შანსი, რომ თქვენ პირველ მოგივიდათ იდეა, კაცშულს არ მოსულა, კაცშულს არ დაუწყე მაგის კეთება. მე გეტყვით, რაოდენ აბსტრაქტული იდეების არ უნდა მოგივიდეთ, აღმოაჩენთ, რომ ვიღაცები აკეთებენ. რა ვიცი, ერთი რამდენიმე წელს წინ უცებ აი რაღაცაზე ვფიქრობდი და წავედი იმაზე, რომ აი ეს ისინი როა ეს მეტეორები და რაღაცები ჩვენს გარშემო რა ხო სუდაფრინავს რაღაცები და ვიფიქრე რომ ანუ დავიჯერო არაკეთებენ ტიპები რომ აი მაგალითად მეტეორზე გაგზავნონ რამე ხომალდი და ის კან ეს ლითონები წამოიღონ და ხო იცი რა ზოგი მეტეორი თლიანად ოქროსია და რაღაცა ალმასისაა და რაღაცაა და ანუ ძალიან ძვირფასი რაღაცებისგან შეიძლება შედგებოდეს და ჩავწერე Google-ში და აღმოჩნდა რომ რა თქმა უნდა აკეთებენ. ანუ მაგას ვამბობ რა, როგორი გინდა და რენდომ იდეაც არ შეიძლება მოგივიდეთ, ვიღაცები აკეთებენ სავარაუდოდ მაგას უკვე რა. და თუ აღმოაჩინეთ რომ არავინ არ აკეთებს, ეგ მითო არ აკეთებს, რომ სავარაუდოდ არ მუშაობს მასეთი რაღაცა. და ზუსტად მაგას დაუკვირდით ხოლმე რა, რომ რატო არ მუშაობს. მეორე, თქვათ არის ხოლმე რომ ვიღაცები აკეთებდნენ უკვე და ვერ გაკაჩეს. და მაგაზე მოსულან ჩემს და მოუყოლიათ რომ ანუ აი ეს არსებობდა და ვერ გაკაჩეს და ჩვენ გავკაჩავთ და მაგაზე პასუხი რომ არ მჯერა. ანუ იმათ თუ ვერ გაკაჩეს, სავარაუდოდ თქვენც ვერ გაკაჩავთ. და მაშინ თქვენ უნდა მითხრათ თქვენ რომ დაინახეთ იმათ რატო ვერ გაკაჩეს და თქვენ რას აკეთებთ განსხვავებულად, რომ გონიათ თუ თქვენ გაკაჩავთ. იმიტომ რომ ის რომ აი ის პროდუქტი ჯვირი იყო და ხალხი არ ყიდულობდა და მე პროდუქტს გამოვუშვებ და იაფი იქნება და ხალხი იყიდის და მაგაზე პასუხია რომ ვერ გამოუშვებ იაფად, ანუ კი პასუხი ეგა ზუსტად რომ შენ თუ მართლა იაფად გამოუშვებ, კი ხალხი იყიდის, მაგრამ ფაქტი ეგა რომ ვერ გამოუშვებ სავარაუდოდ მაგ იაფად და ამიტომ შენი პროდუქტი ძვირი იქნება და ზუსტად იგივე მოხდება რაც იმათთან მოხდა. ამიტომ ეცადეთ ხოლმე ზუსტად რომ საერთოდ ის არსებობს რა, ერთი ასეთი სტატისტიკა არსებობს, რომელიც ცუდია რა, რომ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ რა დაუჯდებათ ბიზნესის კეთება და რა შემოსავალს მიიღებენ მაქედან ძალიან underestimate ქართულად არის არ ვიცი როგორ არის ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ხარჯებს და ბევრად დიდ მოგებას ვარაუდობენ ეს სინამდვილეში ექნებათ აი სტატისტიკურად თუ გითხრათ რა ხარჯები რაც გონიათ ექნებათ სინამდვილეში აქვთ ხოლმე 6 ჯერ მეტი ანუ შენ რაც გონია რომ ხარჯი დაგიჯდება რაღაც ამის კეთება სავარაუდოდ 6 ჯერ მეტი დაგიჯდება და რაც გეგონება რომ მოგება უნდა მიიღოს სავარაუდოდ 3 ჯერ ნაკლები გექნება ეგ მოგება და ამაში გაიჭედები რა ეგრევე ანუ ჯერ მარტო 6 ჯერ მეტიო დაგიჯდება რაღაცის კეთება მიდი და გააკეთე იმიტომ რომ ფული არ გაქვს სავარაუდოდ ერთი ის გაქვს ხო რაც უნდა დაგიჯდეს 1.5 გაქვს და ამასობაში შენ ამატებ და მე ხშირად არის ხოლმე რა თქვენს გარშემო ბიზნეს ვიღაც გაუკეთება ყველა მიცის რომ კაცშულ ფული არ აქვს და სესხებით არიან და მე ჯიბიდან ხელფასიდან ამატებენ რომ იქნება რაღაცა გამოვიდეს და მაინც არ ყოფნით და მე ჩერდებიან და გაჭედილები არიან და აი ხდება ყოველთვის რა. ამიტომ ეცადეთ რომ პირველ რიგში მაგას მიაქციოთ ყურადღება რა რომ იყოთ მაქსიმალურად რეალისტურები და მაქსიმალურად რეალისტურები იყოთ კონკურენციის განსაზღვრისას. მეორე, თქვათ დაადგინე რომ კონკურენტები ყავს, თქვათ არა დაადგინე რომ კონკურენტები ყავს სავარაუდოდ რა. შეხედე ასეთნაირად რომ რას გააკეთებ იმ კონკურენტისგან განსხვავებულად. საქართველოს ბიზნესები როგორ მუშაობს? ჩემი მეზობელი პურს აცხობს და რა ვიცი, ხალხი ყავს სულ რა და მეც გამოვაცხობ პურს. დიახ. შეკითხვა მაქვს, კონკურენტი თუ არსებობს ბაზარზე, მაგრამ იმდენად მწირეა ასე ვთქვათ გამოცდილება იმ კონკურენტებისაც, რომ აი ვერანაირი მაგალითს ვერ აიღებ რა. მაგ შემთხვევაში რა ხდება? არაფერი. ეხლა ნახეთ როგორ არის. ნახეთ როგორი რაღაცა. თუ არ გვაქვს საკმარისი გამოცდილება ახალი სფეროა მაგალითად ასე შემდეგ რა თქმა უნდა მაგაზე ხარ რაც ინფორმაცია ხო არ მოიგონებთ მაგრამ
აქ რა არის რომ შესაძლებლობის ფარგლებში რამდენადაც შეგვიძლია ინფორმაციის მოგროვება ეგ უნდა გავაკეთოთ აუცილებლად სხვა ქვეყნებზე რო გავიდეთ და მაგალითად იქიდან ავიღოთ შეიძლება აი მაგალითად რავი პოსტსოვიეტ ქვეყნებში რო წავიდეთ მაგალითად ლიტვაში ეგ არის ძალიან კარგი მიდგომა რეალურად სხვა ქვეყნებისგან როცა ვიღებთ მაგალითებს ეგ არნიშნავს რომ ერთ-ერთზე მოერგება ჩვენ ქვეყანას თუმცა აი ლიტვა კარგია იმიტომ რომ ლიტვა გვაქვს რაღაცეებით მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით ახლოს არის ზომაც რაღაც ასე შემდეგ და კი ჩვენზე განვითარებულია და ხალხს სხვა მსოფლმხედველობა აქვს და სხვა პირობებში ცხოვრობენ და ასე შემდეგ რომელსაც აუცილებლად მოგცემს რაღაც ცხოვრებას მაგრამ ყოველ შემთხვევაში საფუძველი გვექნება რაღაც ვარაუდების აი მოდი პარემ ვიტყვი მაგ ვარაუდებზე რა როგორ ხდება ხოლმე ბიზნესს როცა იწყებენ ყოველთვის აკეთებენ ხოლმე დაშვებებს მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს დაშვებები არის ხოლმე ყოველგვარ საფუძველს მოკლებული დაშვებები წლის ბოლოს მეყოლება 1000 კლიენტი საიდან მოვიტანე რაღაც ხოლმე მეთქვა და 1000 კლიენტი ვთქვი 800 რატო არა აი ახლა 800 რა არის 1000 უფრო კარგად ჟღერს ხო მიხვდით ანუ აი არაფრიდან დავახეთქე რა ზდამ ექნება 10% რატო ხო 10% ხო მაინც უნდა გაიზარდოს ბიზნესი რომ ახლა დავთქვა ხო ხვდებით რა მასეთ რაღაცებს რომ ამბობთ და ვისმენთ ჩვენს გარშემო ყოველთვის ამიტომ მაგ ვარაუდს შეიძლებოდა რომ საერთოდ არაფერი არ მეთქვა და ზუსტად იგივე ფასი ექნებოდა იმიტომ ვერაფერი ვერ გავიკეთ აქედან რა არის კარგი რომ გავაკეთოთ მაგ დროს მაგალითად შევხედოთ სხვა მსგავსი ტიპის ბიზნესი როგორ ვითარდებოდა თუ არსებობს მაგის გამოცდილება მაგალითად მასეთი ბიზნესი გააკეთეს იგივე ვთქვათ ლატვიაში თუ ლიტვაში თუ რაღაცა ეგეთი მსგავს ქვეყანაში და წლის ბოლოს იმ ბიზნესს ყავდა 1000 კლიენტი ამიტომ მე დაშვებას ვაკეთებ რომ მე შესაძლებელია წლის ბოლოს მყავდეს 1000 კლიენტი ეგ უკვე ღირებული ინფორმაციაა რა თქმა უნდა წლის ბოლოს მე 1000 კლიენტი მეყოლება 3 თუ 5000 ეგ ღმერთმა იცის არავინ არ იცის ანუ ჩვენ ვანგები არ ვართ ვანგები თუ შეგვიძლია ვართ და შეგვიძლია რაღაცები ვიწინასწარმეტყველოთ მაგარი რაღაცები მაგარი ის თამა კიდეები და გეტყვით რა და გავაკეთოთ ერთად მაგრამ არ ვართ რა და ვერ ვიზავთ მაგას ანუ მომავალს ვერავინ ვერ ჭვედავთ ამიტომ ეგ უნდა ვთქვათ რომ რაღაცაზე დაშვებით და რაღაცაზე დაყრდნობით რომ ჩვენ რაღაცას ვიძახით უფრო მაგალი შანსია რომ ეგ მაგასთან ახლოს დაჯდეს ვიდრე ის უბრალოდ ჰაერიდან რომ მოვიტანე რაღაც ციფრები ამიტომ ეგ უნდა გავაკეთოთ თუ გვაქვს ადგილობრივი მაგალითი რა როგორ რანაირად ხო უფრო კარგი თუ არ გვაქვს ან პირდაპირ ამბობენ ხოლმე აი ამერიკაში ეს მუშაობს და ჩვენთანაც იმუშაობს და არ არის ეგ აუცილებელი მასე მოხდეს ამერიკაში რაღაცა მუშაობს ამერიკა განსხვავდება ჩვენგან ძალიან ბევრი რაღაცით ამიტომ ეცადოთ ზუსტად თუ არსებობს სოფლიო პრაქტიკაში ჩვენთან მიმსგავსებული кейსები ეგენი გამოვიყენოთ და უფრო წარმატებული შეიძლება იყოს ჩვენი ვარაუდები ოკეი მოდი ახლა დავუბრუნდები ისევ კონკურენციაზე რასაც ვამბობდი კონკურენციაზე ვამბობდი ასეთ რაღაცას რომ ვარაუდი რა გვაქვს რომ აი ჩემი მეზობელი პურს აცხობს და მეც გამოვაცხობ რა ეხლა იმას კლიენტები ყავს და მეც მეყოლება კლიენტები და მასე მუშაობს რა ეს თუ რამშიო გაივლით ეგ არის მთელი მაგასაც ჩვენებს რეალურად ეგ ისტორია როგორ დაიწყო არ ვიცი პირველი ვინ იყო პირველი ვინ გამოვაცხო ის ნაზუკი მაგრამ ხო ეგ იყო ერთმა გამოვაცხო მე მეორე გამოვაცხო და მე მეასემ გამოვაცხო რა და ანუ აკითხვა რომ ამ დროს შენ ამბობ რომ მოდი მე ასმე ერთე ვიქნები რა ანუ ეხლა სერგო თუ აცხობს და რაღაც ის აცხობს და ეს აცხობს და ვიღაცები აცხობენ მეც გამოვაცხობ და პასუხია ზუსტად რომ შენ კი გამოაცხობ მაგრამ ის ხალხი შენთან რატო უნდა მოვიდეს რას აკეთებ ისეთს რომ ის ხალხი აიძულო რომ შენთან მოვიდნენ და შენთან იყიდონ თუ მაგაზე პასუხი არ გაქვს მას შეიძლება სხვა რაღაცაზე დაიწყო ფიქრი იმიტომ რომ აზრი არ აქვს მას აი რაღაცების კეთებას როცა შენ აკეთებ ზუსტად იგივე სასაცხები აკეთებენ ეგ იმას ნიშნავს რომ ხალხს არ ექნება იმისი мотиваცია რომ შენთან წამოვიდეს ხომ მიხვდით ამიტომ პირველ რიგში როცა კონკურენციაზე ვფიქრობთ კარგად დაინახეთ ისინი რას აკეთებენ და ორი რაღაც მინდა რომ კარგად დავინახოთ პირველი რას აკეთებენ შენი კონკურენტები ცუდად რომ შენ თქვა რომ მე აი რაღაცებში უნდა გავაუმჯობესო აი ეს რაღაცები რასაც ისინი აკეთებენ ცუდად მე კარგად უნდა გავაკეთო და ეგ იქნება ის რითიც მე წარმატებას მივაღწევ პოტენციურად და მეორე რას აკეთებენ თქვენი კონკურენტები კარგად რომ იცოდეთ ისინი რას აკეთებენ და თქვენ რისი გაუმჯობესება არ უნდა ეცადოთ იმიტომ რომ იმას ისედაც კარგად აკეთებენ
ისმის ლაპარაკი ჩვენი კონკურენტები აზე არ არიან და ისინი დებილები არიან და ჩვენ ჭკვიანები ვართ და ისინი ზარმაცები არიან და ჩვენ ბეჯითები ვართ და იმას უძინავთ და ჩვენ არასდროს არ ვძინავს. არ ვჯერა მაგისი რა. არ არსებობს მასეთი რაღაც რომ ისინი დებილები იყვნენ და ყველაფერს თუდად აკეთებდნენ და ჩვენი ძალიან ნიჭიერები ვიყოთ და ყველაფერს მაგრად ვაკეთებდეთ. ანუ რეალობა რა, რეალობა იქნება. ისინი რაღაცებს კარგად აკეთებენ, რაღაცებს თუდად აკეთებენ. ჩვენ რაღაცებს კარგად გავაკეთებთ, რაღაცებს თუდად გავაკეთებთ. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ რაზე გავაკეთოთ ფოკუსირება. იმიტომ რომ 1000 რაღაცაზე თუ ერთიანად ვაკეთებთ ფოკუსირებას, სავარაუდოდ ესე იგი ერთ-ერთს ვერ ვაკეთებთ ფოკუსირებას. აირჩიეთ რაღაცები, დაინახეთ რა მინუსები აქვს თქვენ კონკურენტების შეთავაზებებს. რა აქვთ ის ყველაზე დიდი პრობლემები და ეცადეთ თუ იმ ყველაზე დიდ პრობლემებზე მაგეთი გადაჭრის გზები მოიფიქროთ. ოღონდ ის კი არა რაღაც თითიდან გამოწვეული რაღაცები, რომ ჩვენი კონკურენტები სამუშაოს იწყებენ 11 საათზე და ეს ქართული ეს 11 საათზე დაწყება. რა ის არის ჩვენ დავიწყებთ 8-ზე. როგორც ევროპა შეეფერება და ეს რაღაცებს გიყვებიან და მე შენ ხო ანუ რა მე მაგით ანუ რა გამოვიდა არაფერი არ გამოსულა ხო ზუსტად ეგ არის რომ პრობლემა ხელოვნურად არ შექმნათ რაღაც თითიდან გამოწვეული პრობლემები არ ისაქნათ ხალხს უსმენ ძირითადად ზუსტად ასე თითიდან გამოწვეული პრობლემებზე ხდება ხოლმე ორიენტირება და რა თქმა უნდა მაგ პრობლემებს არანაირი აზრი არ აქვს დიახ აი თბილისში რო გაკეთეს სურამის ნაზუქი ესეთი ბრენდი იყოს ერთი ქალი ჩამოიყვანა მცხოვრებელი კარგად უქნა ქიშმიში, შაქარი, რაღაცა. მთელი საქართველო გადის გამოც ყველა ყიდულოს. თბილისში ვერ იშოვე მაგნაზოს. შვენიერი ბიზნესი იდეა იქნება. ერთი თორნე. ხო, ეხლა რა ხდება მანდ? აზზე რა შვენიერი იქნება თუ არა, მაგრამ მოდი ვიფშელოთ რა მაგაზე. მე მაგრამ იკვრის ხოლმე რომ ის ხალხი რატო ყიდულობს მაგნაზოს საერთოდ, იმიტომ რომ მე ერთხელ ვიყიდე და თქვი რომ მე ამის მეორე ყიდული აღარ უნდა თქვა. ანუ ფაქტია რომ რადგან აქამდე მოვიდა და ჯერ იმდენი ტრაფარეტი არსებობს, ესე იგი მუშაობს და ვიღაცები ყიდულობენ. მე მეორე, აქ ზუსტად ეგ არის კონტექსტი, აი წეღარას ვთქვით რა, სხვა რაღაც მაგალითი უკან მოგვაქვს. ხალხი რომ რაღაცას გზაში ყიდულობს, არ არის აუცილებელი რომ აქაც დადიოდნენ და აქაც ყიდულობდნენ. მასეთ რაღაცას დაშვებებს როცა ვაკეთებთ, ეს სავარაუდოდ შეიძლება ეგ დაშვებები აღწდეს. რა უნდა გავაკეთოთ მაგისთვის? უნდა გამოვიკვლოთ ხალხს უნდა უკითხოთ რომ, ანუ რამდენჯერ მოგდომებიათ ნაზუქი თბილისში და ვერ გიშოვიათ. და გიფიქრიათ რომ ნეტა აქ იყოს ნაზუქი. თუ მასეთ ხალხს ბევრს იპოვით, მაშინ შვენიერი იდეა იქნება. უბრალოდ მე როგორც გითხრა, მე მაგის კლიენტი არ ვარ და არასდროს არ მომინდება და არ მომდოვნია და ჩემი თავიდან გამომდინარე მე რო თქვა მე მაგის არ ვიყიდი, მაგრამ შეიძლება თქვენ პირიქით მაგის კლიენტები ხართ და ყველანი ამბობთ, აუ რა მაგარი იდეაა, ნეტა აქამდე რატო არავის არ მოგვიდა თავში. ხო მიხვდით. მასე უნდა გავაკეთოთ. ანუ იმის დაშვება რომ რეალურად სურამში რაღაცა იყიდება და ეს ავტომატურად საბურთალოზეც გაიყიდება, სავარაუდოდ არასტორია. ამიტომ მიხვდით ხო რეალურად უნდა ვეცადოთ ხოლმე რომ კონტექსტიდან გამომდინარე გავაკეთოთ დაშვებები და არა ისე უბრალოდ რომ იქ რაღაცა და აქ რაღაცა გამოდის და ასე შემდეგ. ხო, ეხლა კიდე რა მინდა რომ მოგიყვეთ. რეალურად აი ამ ყველაფერს რაც ჩამოვთვალე რა, ანუ ესე იგი ბიზნეს იდეაზე რომ ვფიქრობთ, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ. ესე იგი შეჯამებასავით ვაკეთებ რა. პირველი რომ აუცილებელია დავინახოთ პრობლემა. ხო? თუ ჩვენ პრობლემას ვერ დავინახავთ და ვიფიქრებთ პროდუქტზე, შეიძლება ეს პროდუქტი არავის არ სჭირდებოდეს. ამიტომ ფიქრს ვიწყებთ ყოველთვის პრობლემით. მეორე, ვიწყებთ იმაზე ფიქრს, როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა. მესამე, ვიწყებთ იმაზე ფიქრს, ვის აქვს ეს პრობლემა, რამდენად ხშირია ეს პრობლემა, რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა. თუ ისეთ პრობლემას ვიპოვით, რომ ეს იქნება ხშირი, აქტუალური და ხალხს უნდა მასიურად ამ პრობლემის გადაწყვეტა, ეს არის კარგი ბიზნესის დაწყების საფუძველი. მაგის შემდეგ რას ვაკეთებთ? ამ ყველაფერს რომ მოვიფიქრებთ, მე დავდივართ და ყველას ვუყვებით ჩვენ ბიზნესზე. რომ გავიგოთ რა, აბა იმათგან რა მოსაზრებებია, რას გაიგებენ, რას ვერ გაიგებენ, ასე შემდეგ. და მე ვსწავლობთ ბაზარს, ვსწავლობთ კონკურენციას, რომ დავინახოთ სხვები თუ აკეთებენ მასეთ რაღაცებს უკვე და ჩვენ რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ უკეთესად, რა შეგვიძლია გავაკეთოთ განსხვავებულად, რომ კონკურენტული უპირატესობა მოვიპოვოთ. ხო? გასაგებია, ხო ეს პირველი ეტაპი. ეხლა მე ხალხი გავარდება ხოლმე და ბიზნესის რეგისტრაციას იწყებს. მაგაზეც გეტყვით ორი სიტყვით რა, როგორ ხდება ეგ ჩვენთან. მოკლედ ბიზნესის რეგისტრაცია არ არის სასწრაფო რაღაცა, ამ ადამიანმა უნდა გააკეთოს, მე როცა უკვე ბიზნესს აქტიურად დაიწყებს ამ ბიზნესის კეთებას. მე ხშირად ვიცი, რომ ტიპებს რაღაც იდეა მოუვათ და მეც გამიკეთებია რა, ახლა შორსაც წავიდე. ერთი რავი, რამდენიმე ბიზნესი მექნება მასე დაიგისება, განსაკუთრებით ახალგაზრდა რო ვიყავი უფრო
რაღაცა იდეა რომ მოგვივა ძმაკაცებს და დავარეგისტრიროთ და გავსვათ დაგვერეგისტრირებდა და ეგ იყო მაგით მორჩა რა უბრალოდ დარეგისტრირებული ბიზნესი შეგვჭა. არ არის ეგ აუცილებელი რა რეალურად. რა ვიცი, რამდენი იქნება მასეთი. ერთი მახსოვს სტაჟი გავვარდით და ის იყო 30 დეკემბერი იყო თუ რაღაც და სწრაფზე დავარეგისტრირეთ. რომ ვარეგისტრირებ იმას ირჩევ რა ვარიანტს რომ რამდენ ხანში იყოს და ერთად დაჩქარებული წესი რა რომ წინა წელს იყოს რეგისტრირებული, რა შემდეგ წელს ოპერებას დავიწყებთ რომ გვაჩვენოს რომ უკვე ისტორია აქვს კომპანიას რაღაც იდეები და რა ვიცი ერთი 15 წელი გავიდა და ის აღარც მახსოვს ასახელი დავარქვით. ხომ მიხვდით ასეთ გულისხმობს, ეგ არ არის სასტრაფო რაღაც. მაგრამ ზოგადად რეგისტრაცია ჩვენთან რატოა კარგი? საქართველოში მოკლედ ზოგადად ეგ კარგად გვაქვს გაკეთებული, ბიზნესის რეგისტრაცია არის ძალიან მარტივი. სხვათა შორის ახლა მეც ქართული მაგალითები რო ვიცი, მგონია რომ ყველგან მარტივი უნდა იყოს და ძალიან რთულია. ადრე ამერიკელი ინვესტორები მყავდა და ამერიკაში ვარეგისტრირებდით ბიზნესს რამდენიმე წლის წინ რა და იმდენად რთული იყო რომ აღმოჩნდა რომ თუნდაც რაღაც ყველა შტატს თავისი კანონი აქვს და დელავერის შტატია სადაც არის უფრო გამარტივებული და ადვოკატები გჭირდება და რომელმაც რაღაცა ისინი უნდა გააკეთოს და რა ფორმები შეავსოს და რაღაცა. ჩვენთან ახლა რა ხდება? ჩვენთან მიდიხართ იუსტიციის სახლში, საქართველოს ბანკაც დაამატა თუ ამატებს რა ვიცი იგისა. შესაძლებლობა საქართველოს ბანკის ფილიალშიც მიხვიდე და ეუბნები რომ ბიზნესის რეგისტრაცია მინდა, ის გეუბნება რომ კი ბატონო და რაღაც გადაიხდი 106 ლარს და მორჩა. აი ეგ არის რა. ეხლა თლამასე მარტივად არ არის, მაგრამ დაახლოებით ეგ არის. გეტყვის რომ მოდი ეხლა მაგასაც გეტყვით ფორმას როგორ იჩევთ რა, მაგასაც შევეხები. მოკლედ არსებობს ეს ბიზნესის იურიდიული ფორმა რო დავარქვათ რა. ბევრნაირი არსებობს და ზოგსა პლუსი აქვს, ზოგსა მინუსი აქვს. ყველაზე ხშირი არის შპს-ს ასასვლელად. საქართველოში შპს გამოიყენება ყველაზე ხშირად. სტატისტიკა ვნახოთ რაღაცა, მე მგონი 60%-ზე მეტი ბიზნესებსაც არსებობს შპს. შპს ნიშნავს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. თუ იცით ყველა რა ვიცი მითხარით რა რომ პლუსი რა აქვს, მოკლედ რომ შენ რომ მაგას დაარეგისტრირებ პირადი ქონებით არ ხარ პასუხისმგებელი ამ ბიზნესის დავალიანებებზე ასე ვთქვათ რა. და კარგია რა, ბიზნეს თუ რაღაც ვალები დაუგრო და ვერ იხდი, ვიღაცა არ დაგადგება და არ გეტყვის რომ პიარი რო გაყიდება და დავიბრუნე ჩემი ვალდებულება. ეს დავალიანება რაც გაქვს. ბატონო? თუ გადასახადებია და ხო, თუ კანონს არ გვევ, სხვა იმაზე გავდივართ, მაგრამ მაგას არ განვიხილავთ დღეს. ხო და ანუ რას ვამბობ რომ მაგას რომ მიხვალ გეტყვის რომ წესდება რა გაქვს, შენ აგდოს ეტყვი რა წესდებაც უნდა მქონდეს და ის გეტყვის რომ პრობლემა არ არის, ეხავე ამოგიბეჭდავ სტანდარტული ფორმა, ამოგიბეჭდავს და დამფუძნებლად ხელს მოაწერთ და მორჩა. მასე გამიკეთებია ძალიან ბევრჯერ. უფრო უკეთესადაც გამიკეთებია, უფრო უკეთესად რა არის, მაგ წესდებას წინასწარ გახსნით სახლში და რაღაცებს შეცვლი, რაც გინდა რომ შეცვალო. იმიტომ რომ იქ წერია რაღაც პარტნიორებს შორის ურთიერთობები და რაღაცები როგორ უნდა გადაიჭრას ასე შემდეგ. ჩემი რჩევა რომ თუ მაგას აკეთებთ, ეგ გააკეთოთ რა. არ არის აუცილებელი იქვე მომენტში ამობეჭდოთ და ხელი მოაწეროთ. მაგრამ ეგეც მოსულა რა რეალურად და მე მაგას 106 ლარია გადასახდელი როგორც მახსოვს 106 ლარს გადაიხდით და რამდენიმე დღეში მოგივათ მესეჯი რომ თქვენი ბიზნესი წარმატებით დაერეგისტრირდა და მე შეგიძლიათ უკვე დაიწყოთ ამისი ასე ვთქვათ ოპერირება. აი ოპერირება უფრო ძნელია ბევრად ვიდრე დარეგისტრირება სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. კონკრეტულ მაგალითზე ინტერესებს რომელი ბიზნესი გახლავთ წარუმატებელი და რა იყო მაგის მიზეზი? რო იგივე ვარქვებული. წარუმატებელი, ჩემი წარუმატებელი ბიზნესი? ხო, წარუმატებელი. გეტყვით. მოკლედ აღარ მახსოვს იყო ბევრი წელი წინ იყო ერთი ალბათ 15 წლის წინ დავიწყე რაღაცების კეთება ზუსტად მასე და ასეთი იდეა გქონდა ადამიანებს რომ აი მაგალითად რესტორნებში ან სახლებში ან ასე შემდეგ საჭმელი ორჩება ქონოდათ საშუალება რომ ეგ საჭმელი გაეყიდათ მეორედ რა ანუ რაღაცა დარჩა და მე ანაც სახლში აკეთებ რაღაცას და მე გადაგდა და გაყიდო ვთქვათ რაღაც სახლში კარგად აკეთებ ლობიოს მაგალითად და მე გაყიდო მე მაგაზე დავიწყეთ სხვათაშორის არ ვიცი რანაირად მაგრამ რაღაცა გრანტები მოვიზიდეთ რაღაცები მოვიგეთ მაგით ვინ მოგვაგებინა ხა ვერ ხვდები ხა ჩემ თავს უყურებ მაგიდან და რაღაც განცდა გქონდა ხოლმე რომ რაღაცა აუ რა მაგრები ვართ აუ რა მაგარი იდეა და მე ვიღაცები რო გვეტყოდნენ ხოლმე რომ არ იმუშავებს იმიტომ რომ ვთქვათ რეგულაციებია მე ვიღაცის სახლიდან წამოღებული საჭმელს სავარაუდოდ არავინ არ იყიდის ნას რაღაცა ამოთ ესენი ასზე არ არიანო თავი დასეთ გიყვებით ჩემი იმედან გიყვებით რა ისტორიიდან რეალურად გამოვლილი მაქვს ყველაფერი ხო და
მე თან უკვე მე ამასობაში დრო გავიდა რაღაცები დავამოღამეთ მე ჩვენთან მე აგვერია მე იმაზე გავიყავით გადასულები რომ იქნებო სახლში აღარ იყოსო და მარტო კომპანიები იყოსო მე მოდი გაყიდვა არ იყოსო და იქნება უფასოდ მისცენო მე სხვა ბიზნესში გადავედით საერთოდ რაღაც აღმოჩნდა რა ნუ იმიტომ ვერ ჩამოყალიბდით რა გვინდოდა რას ვაკეთებდით რა და მაგაში დავხარჯეთ აღარ ბევრი დრო მე რაღაც გუნდის წევრები ყავდნენ გაგვექცნენ ზოგმა მოტივაცია დაკარგა ზოგმა სამსახური დაიწყო სხვაგან დათქვა რომ ის მეგობრებო თქვენ დრო აღარ მაქვს და მე ერთი რაღაცა მე იყო ხოლმე რომ მე კვირა შეთხელ ვიკრიბებთ რაღაცა უნდა გაგვეკეთებინა და იყო ხოლმე შეხვედრები რომ აი ვერ მოვასწარი ეს ერთი კვირა და არა უშო შემდეგში გავაკეთებ ფორმაქს და მე დავიშალეთ და მასთან რაღაცები ეგ ერთი ისტორია მოუყევი რა უბრალოდ მასთან მქონია ბევრი რაღაცას ვაკეთებ საერთოდ სტატისტიკა როგორია რა სტატისტიკა არის რომ ბიზნესების 90% კვდება ანუ პირდაპირ როგორც ბიზნესი დაიბადება 90%-ია შეცდომის ბიზნესი ვერასდროს ვერ გაამართლებს და ანუ რო ვაკეთებ შეიძლება თქვა რომ მე უფრო გამოცდილი ვარ მაგალითად და 90% არ მექნება ეს რაღაცა failure rate რაც არის ხო არ მექნება მაგრამ 80 ანუ ძალიან მაღალია იგის არა რაც ცდილობ და არ გამოგივა და ხშირ შემთხვევაში პრობლემები რაც არის ხოლმე არის რომ მე რაც მქონია რა ჩემი გამოცდილებიდან არის რომ მე მინდა ხოლმე რაღაცა მასშტაბური რაღაცები გავაკეთო საქართველოს მასშტაბური რაღაცები ბევრი არ გამოდის იმიტომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ მე მეორე არის რომ ადამიანური რესურსები ძალიან ჭირს განსაკუთრებით სპეციფიკური რესურსები თუ გჭირდება აი არის შოება ფიზიკურად და მე მესამე რომ რატომღაც ალბათ ეგ უფრო იმისის არის ქვეყნის განვითარების თემაა რა ანუ განვითარებულ ქვეყნებში სადაც ეს სტანდარტული პირადი მოთხოვნები და რაღაცები ხალხს დაკმაყოფილებული აქვს უკვე იწყებენ რაღაცებზე ფიქრს რა ქვეყნებში რომ განვითარებად ქვეყნებში სადაც ეს წენი არ არის ადამიანები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ სტაბილურობას და მე ხშირად ყოფილა მას რაღაცები დაგვიწყია და მე ვთქვამს რომ აი სამსახურის შემოთავაზება მაქვს და კი კარგია მინდა ბიზნესი და რაღაცა მაგრამ 300 ლარი უფრო მინდა რა ხელფასსაც გადამიხდიან და მე მასე რესურსი გაგირბის და მე ეს რესურსი გაგიქცევა მე სამ ჩაანაცვლებ და აი ეგ პრობლემები არის ხოლმე ძალიან ხშირად რა მაგრამ ეგ ანიშნავს რომ გაუკეთებელია რამე პირიქით ხო ანუ ჩვენ ქვეყანას აქვს იმის პლუსი ზუსტად ეგარაც ვისაუბრეთ რა რომ ბევრი რაღაცები უკან არის ჩვენთან რაც შეგვიძლია რომ სოფლიო პრაქტიკით ვიხელმძღვანელოთ და ვისარგებლოთ რომ ნახოთ რომ რაღაცები უკვე გააკეთეს და ჩვენ შეგვიძლია რომ მაგათი გამოცდილებიდან გამომდინარე ვცადოთ იგივე ეს განხორციელება ვთქვა ჩვენთან რა დიახ აი თქვენ წერა ჩინეთზე რას თქვით რა რომ რაღაცა რიცხვებით ესე არ უნდა ვიანგარიშოთ რა მაგრამ იქ ხო შეიძლება კონტექსტი სხვა იყოს პირობითად იმ ჩინეთში ინტერნეტი საერთოდ ანუ რა პირობაში შევდივართ აქ არის ინტერნეტი უკვე თუ აღარ არის თუ ეხლა იქ ინტერნეტი უკვე არის და ადგილობრივ კომპანიებს მთლიანი ბაზარი დაპყრობილი აქვს ასე ვთქვა იგივე ჩინეთს გავანებოთ ახლა საქართველოში გადაწყვიტე რომ რაღაც ინტერნეტი აკეთო და ინტერნეტი გაყიდო ხო უკვე გაჯერებულია ბაზარი ახლა გიგანტები არიან და შემოდიხარ რაღაც 1 მილიონი გაქვს ბიუჯეტი ანუ უფრო ცოტა ხო რა თქმა უნდა არ გამოვა მაგრამ პირობითად ახლა თუ კი იმ ჩინეთში ინტერნეტი არ არის ხო გამოცდილება კომპანია ხარ პირობითად რომ რაღაცა ქვეყნებში უკვე აკეთებ ამას ბრუნვები გაქვს რაღაცა გაქვს და ხედავ რომ ახლა ბაზარია ჩინეთი სადაც არ არის ინტერნეტი საერთოდ და ჩაადა ინვესტიცია 300 მილიონი შეიყვანე ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი მარკეტინგი გაუში ყველაფერი რატო ვერ გახვალ იმ ერთ პროცესს რა თქმა უნდა გახვალ მან ზუსტად მასეთი ისინი არ გაუკეთებია თქვა ჩინეთში ინტერნეტი არ არის იმიტომ რომ ხო ვიცი თუ არის თუ არის მაშინ ხო ანუ რას თქმა უნდა ეგ ბანალური მაგალითი მოვიყვანე როგორ შეიძლება იცით რა თქმა უნდა მასე ახლა ჩვენ რო შევხედოთ რომ რაღაცა ქვეყანას მაგიტო ამბობდი ანუ ქვეყანას აქვს სერიოზული პრობლემა რეალურად რა არის ვთქვათ ანუ წარმოვიდგინოთ ახლა ჩრდილოეთ კორეა რო გაიხსნას უცებ და თქვა რომ ვიცი ხო რაღაც შეიცვალოს რა მაგათი რა თავრობა თუ მიდგომები თუ არ ვიცი რა შეიცვლება მაგრამ გაჭირებულები არიან მაგრამ რაღაცას არც მასეთი გაჭირებულები არ არიან ყოველ შემთხვევაში რაც ჩანს არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ახლა ხო ვიცით მან ინტერნეტი არ აქვს და თქვა თქვენს რომ რაღაც ევროპული ქვეყანა უნდა გავხდეთ და მოდი აბა ინტერნეტი გააკეთოთ რა თქმა უნდა ხო მას დონაცი რო შევიდეს პირობითად ხო რა თქმა უნდა იმუშავებს სავარაუდოდ მაგრამ მან მეორე მომენტია ზუსტად ის რომ მაგას არ ვაკეთებთ იმიტომ რომ თქვა იგივე ჩრდილოეთ კორეაში შეხვალ და ინტერნეტი გინდა გააკეთო ვიღაც ხებსაც უნდა სავარაუდოდ მაგის გაკეთება და
ეხლა თუ ჩვენ 300 მილიონი გვაქვს და ყველა ქვეყანაში გვაქვს გამოცდილება და მაგერს უშვებთ, კი ბატონო, ასე ვიოცნებოთ, ასე იყოს, მაგრამ რეალობა რაც არის, არც 300 მილიონი გვაქვს, არც ყველა ქვეყანაში არ გვაქვს ნამუშევარი და სავარაუდოდ ჩვენზე გამოცდილები იქნება, ჩვენზე დიდები და თუ ასეთი დიდი ბაზარი გაიხსნება, ისინი გვაჯობებენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, რეალობას უნდა შევხედოთ ხოლმე. წეგანდელი მაგალითის სუფთა ის იყო თეორიულიო მეჩვენებინა, როგორ შეიძლება რაღაცა იდეა, რომელიც კარგად გვეჩვენება, აბსოლუტურად სხვაგან წაგვიყვანოს და სხვანაირად იყოს რეალობა. დიახ. ანუ თქვენი საუბრით რა არ გამოვა და რა არ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ არ გითქვამთ რა გამოვა და რა ანუ მაგას ვერ გეტყვით რა გამოვა, ეგ რო ვიცოდე, მეც კი არ მექნება და 80%-იანი ის. ჩევა რაც შეიძლება. კარგი მაგალითიც რო. ხო, აი ზუსტად მაგას გეუბნებით რა, რომ ანუ ეგა ჩევები იყო, მე მას წარმოვიდნენ ყოველ შემთხვევაში, რომ ჩევებზე ვლაპარაკობდი, რომ რა არის ჩევა რა, რომ კარგად უნდა დაინახოთ პრობლემა. აი ეგ არის და კარგად უნდა დაინახოთ კლიენტი. მასე რო იწყებთ, ეგ არის ზუსტად ის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი, რაც არის, რომ თქვენ იმაზე კი არ ფიქრობთ, რომ ჩემი მეზობელი პურს აწყობს და მეც გამოვაწყობ. არამედ შეხედოთ იმას, რომ არსებობს თუ არა საჭიროება, რომ თქვენი პური დაშიდება თუ არა კლიენტს, ვინ იქნება, რამდენი იქნება, რამდენს გადაგიხდის და რატო გონიათ, რომ თქვენ გააკეთებთ ამ პურს ისეთ, რომელსაც თქვენ ვერ აკეთებენ. მაგ ყველაფერზე თუ უპასუხებთ, ეს უკვე რაღაცა პირველი კარგი გადადგმული ნაბიჯია წარმატებისკენ. მაგრამ აი ეს თუნდაც ნაზუქი, ხო, იმ ნაზუქების ქუჩაზე მუშაობს და არა სადღაც სხვაგან. ასმე ერთად თუ იქნება რა პრობლემაა? ანუ კი გადანაწილდება ეს და ვიღაცას ართმევს მომხმარებელს და მასე მარტივი არ არის მომხმარებელი და ართვა. არა. მომხმარებლის ართმევა არ არის მარტივი. უფრო სტრატეგიული ტერიტორია აქვს, ადგილი აქვს. ხო, ანუ მომხმარებლის ართმევა რაც გულისხმობს, მომხმარებლის ართმევაზე როცა მივასაქმე ძალიან რთულია, რატო? იმიტომ რომ ვისაც ართმევ, ის სულ მდგომარეობაშია და ცდილობს რომ არ წაართვა. მომხმარებელს ოდის ართმევ, შენ თუ ისეთ ღირებულებას ქმნი მომხმარებლისთვის, რომ მომხმარებელს უღირს, რომ იმასთან სადაც დადიოდა და ყიდულობდა, იმასთან აღარ იყიდოს და შენგან იყიდოს. მან კითხვა ის ჩდება ზუსტად, რომ როგორ ქმნი მაგ ღირებულებას, რას თავაზობ მაგ მომხმარებელს ისეთ, რომ გონია, რომ ტიპი იმას აღარ იყიდის და იყიდის შენსას. თეორიულად, მაგალითად, ხო, რაღაც სერგოს ნაზუქთან რო გაივლო ხოლმე და რიგია, ჩვენ ვამბობთ, რომ ხალხი აღარ მივა სერგოსთან და მოვა დათოსთან. ხო? მაგაზე ავტომატური კითხვა ჩდება ზუსტად, რომ რას აკეთებს დათო ისეც რომ ხალხი იმასთან აღარ მივა. მე ხო და არ არის საკმარისი, ეგ არ არის საკმარისი, ანუ იმ სერგომ, რადგან იმას რიგი აქვს, იმან ძალიან კარგად იცის რამდენი ქიშმიში უნდა იყოს. ხო, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნება. დიახ. და რა უნდა გააკეთოს დათომის ერთი რო? ხო, ეგა ზუსტად, ეგ არის ძალიან თეორიული კითხვა. დათო უნდა გააკეთოს რა? დათო უნდა გააკეთოს აი ხა მაგალითად წარმოვიდგინოთ სათვალე ჩვეულებრივი სათვალე, ოღონდ ჩვეულებრივი სათვალე რო არ იყოს და ჰქონდეს ვირტუალური რეალობა. თან ჰქონდეს ისეთი ბატარეა, რომელიც არ ჯდება და ჰქონდეს ძლიერი პროცესორი და არ ცხელდებოდეს და ძალიან სწრაფი იყოს და წარმოვიდგინოთ რამხელა შეცდომებს მოგწევს. ფაქტია, ოღონდ ვერ ვაკეთებ ეგარი უბედურება. სიამოვნებით გავაკეთებ. მე კი არა, Apple-ის მაგაზე მუშაობს, Google-ის მუშაობს და კიდე ბევრი კომპანიაზეც მუშაობენ, ვერ აკეთებენ. ეგა ზუსტადო მასე თეორიულად თუ დაუშვებთ რაღაცებს, მაგას არანაირი ფასი არ აქვს. თავარია, ჩვენ ისი გაკეთება შეგვიძლია, ეგ ერთი და მეორე, რაზე არსებობს, რა პრობლემები არსებობს, რაზე არსებობს მოთხოვნა. ამორის კომბინაცია და თქვენი თავიდან უნდა გამოხვიდეთ, მე ჩემი თავიდან უნდა გამოვიდე და ასე შემდეგ, ყველა ჩვენი თავიდან და იმიტომ რომ თუ თქვენ ეძებთ რაღაცა მათემატიკურ ფორმულას, რომ ხო იცით ის როა ხოლმე რაღაცა 100 ნაბიჯი როგორ გავხდეთ მილიონერი. ანუ მას რაღაცას არ დაიჯეროთ რა. არ არსებობს მასეთი რაღაცა. 100 სტანდარტული ნაბიჯი როგორ გავაკეთოთ რაღაცა არ არსებობს. აქ არის არსებობს მიდგომები უბრალოდ. ჩვენ თუ მიდგომები კარგად გვესმის, მე შეგვიძლია ეს ნაბიჯები ჩვენით გადავწყვიტოთ, რომელი გადავწყვიტოთ, რომელი არ გადავწყვიტოთ. სულ ეგ არის რა. თქვენი წერით მე მგონი ხელს უკან. იგივე საკითხს მინდოდა. ანუ ერთის მხრივ მესმის, რომ ნაზუქები 101 არ მინდა რომ ვიყო, მაგრამ მეორეს მხრივ ხო შექმნა რაღაც ღირებულება მაგალითად იმ კუთხით, რომ მე ხაშურში არასდროს ვიყიდი ნაზუქს და ჩემთვის ნაზუქების წერტილი არის სურამი. ანუ აი ეს კუთხეც ხო არსებობს, ანუ რაღაც მხრივ ხო შეიძლება რომ ანუ ერთმა წერტილმა ის, იმიტომ რომ იქ ბევრი ნაზუქები გაიხსნა, იმან ჩემთვის სურამი გადიდა ესე ვთქვათ შესყიდვის კუთხით. აი ეს კი ბატონო, ანუ ეგ ჩვეულებრივი ახლა ეგ როგორი რაღაცა, მე მაგას ჩვენ მარკეტინგს ვეძახით რა, ეს მარკეტინგი ზოგიერთ თავისით გამოდის რაღაცეები რა, ანუ თავისით ხდება word of mouth-ასაც ვეძახით რაღაცეებს, ხო, ანუ გავრცელდა ინფორმაცია ასე შემდეგ და
რაღაცებს სერიოზული თანხები და ძალისხმევა სჭირდება რაღაცები გამოვიდეს. ხო? ამიტომ ეხა იგივე ხა სურამზე რადგან სურამზე ვართ ისევ მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ რომ მანდ რა მოხდა ხო რომ ვიღაცამ სავარაუდოდ გახსნა რაღაც ობიექტი, მე ვიღაცემა თქვენს რომ რა მაგარია დასავლეთით მიდივარ, კაკრასმანდო ჩავდივარ, დაღლილი ვარ და რაღაც კარგია რომ გავაჩერდო რაღაცა ვიყიდო. შესაბამისად იმ ტიპს სავარაუდოდ რიგი დაუდგა. იმას რომ რიგი დაუდგა, მაგის მეზობელმა თქვა რომ ეხა იმას რიგი აქვს და მაინც ვერ ასწრებს მაგდენის გამოცხობას და მოიტა მეც გამოვაცხობ. მე იმან რომ გამოვაცხობ, მე მესამემ გამოვაცხო და ჩვენ რაღაცა სოფხედველობა ჩამოყალიბდა რომ მეც კი მაგალითად რომელიც მაინც და მაინც არც სურამში დავდივარ და არც ნაზუქის დიდი მომხმარებელი არ ვარ, მეც ვიცი, სერგოც ვიცი, რატო ვიცი ცალკე თემა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვიცი მასეთი რაღაცები. ხო, მაგას ვამბობ, მაგრამ ეგ ავტომატურად გამოვიდა რაღაცები. რაღაცები ავტომატურად არ გამოვიდა, მაგალითად ბიზნესები დგანან და მილიონებს ხარჯავენ იმაში, რომ აი მაგალითად ავიღოთ რაღაცა Red Bull, ეხა სერგოს და Red Bull-ს ვადავთ, ეგ სხვა ცალკე თემაა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მოდი შევადავთ მაგ კუთხით, რომ Red Bull-ზე ავტომატურად არაფერი არ გამოსულა. Red Bull დადგა და დაიწყო მილიონების გადახდა იმაში, რომ ეს რაღაცაა ძალიან მაგარმა სპორტსმენებმა და ასე შემდეგ მაგათი ასე ვთქვათ, სახელი და Red Bull-ი ერთმანეთთან ასოცირდებოდეს ჩვენს თავში. ხო? მაგაში იხარჯება ფული. იგივე ეს Monster Beverage როა მაგალითად მაგან დადგა და რაღაც დვალიშვილი რომ მოიგებს ხოლმე ხელში უჭირავს ეს Monster-ის ქილა. ხო? რა გონიათო დვალიშვილი დგას და Monster-ებს. სავარაუდოდ არ ვთქვამ საერთოდ, მაგრამ ზუსტად ეგ არის, რომ ჩვენ გვინდა რომ ჩვენ თავში ასოცირება მოხდეს, რომ რაღაცა სპორტთან, აგრესიასთან, ენერგიასთან რაღაცები სასმელი. ხო? როგორ? ყოლა და სანდაც ხო. ხო, ასე შემდეგ რა, ანუ ეგ ძალიან ის არის. ამიტომ რეალურად ზუსტად მანდ არის რა, რომ ზოგ შემთხვევაში გვიმართლებს რაღაცები თავისით გამოდის, მასეთი ბიზნესები არის ჩვენს გარშემო ისეთები, რომელსაც გაუმართლათ. მაგალითად, ზუკერბერგმა რო დაიწყო Facebook-ის გაკეთება, გაუმართლა. ანუ რა კუთხით გაუმართლა, რომ მაგარ რა, ასე ვთქვათ ეს თავისი კურსელების სურათები რო დადო და ეს რაღაცები შექმნა პროფილები, აღმოჩნდა რომ ხალხს უნდოდა მასეთი რაღაც კეთება. დარწმუნებულა ამას არც ქონია წარმოდგენა, რომ რაღაც რამდენიმე წელიწადში მილიარდერი ვიქნები და არ იყო გაუმართლა, მაგრამ ვიღაცებს არ გაუმართლათ, იმიტომ რომ მანამდე იყო მაგალითად Friendster-ი, მაგამდე იყო სოციალური ქსელი იყო, რომელშიც დაიხარჯა ბევრი მილიონი, რომელიც იგივე რაღაც საკეთდა და რატომაც ხალხმა არ დაიწყო მაგის გამოყენება. ამიტომ ეგ ისინია რაღაცები, ანუ ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული სამწუხაროდ, ისე წავედით, რომ ანუ შენ რო სურამში ხარ, შეიძლება რომ ეს იყოს პლუსი უკვე, იმით რომ ნაზუქს აკეთებს. შეიძლება იყოს პირიქით მინუსი, იმიტომ რომ ყველა ნაზუქს აკეთებს. ამიტომ ჩვენ რაღაცებს ფიქს ვიწყებთ, ყველა ეს კონტექსტი უნდა გავაანალიზოთ და დავინახოთ რა. დიახ. მე უფრო კითხვა მაქვს მარკეტინგთან დაკავშირებით რა. ანუ დღეს ახლა Facebook-ი გამოყენებულია, Instagram-ი არსებობს და ასე შემდეგ, ხო რეალურად. ხო და როგორ უნდა მივხვდეთ რომელი მარკეტინგი უფრო ჩვენთვის მნიშვნელოვანი, digital marketing-ი უფრო მნიშვნელოვანი იქნება? ხო, ნახეთ, მასეთი რაღაც რო არსებობდეს, რო ვთქვათ, ეს არის კარგი და ეს არის ცუდი. მაშინ გამოვიდოდა რომ ყველა გამოიყენებდა იმას, რომელიც კარგია და კაცშვილი არ გამოიყენებდა, რომელიც ცუდია. ეს ხო შეიძლება digital უკეთესი იყოს ვიდრე ჩვენ. ხო, ეხლა ნახეთ. ზოგადად მაგ სოციალურ ქსელებს ყველას ყავს თავისი აუდიტორია, რომელზეც ინფორმაციის მოძება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი, რომ რა კონტინგენტი იყენებს რომელს. ხო? რა თქმა უნდა, არ ნიშნავს რომ ყველა ერთგვაროვანი ტიპი იყენებს რაღაცას, მაგრამ ანუ აი შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი TikTok-ს იყენებს ძალიან კონკრეტული რაღაცა, ამა და ამასაკის ტიპი, ესა და ეს შემოსავალი, რაღაც. შესაბამისად, მე თუ ვფიქრობ მაგალითად, რომ ჩემი ბიზნესი გადის მაგ ხალხზე, რა თქმა უნდა გამოვიყენო ის არხი, რომელსაც ისინი იყენებენ. ხო? მაგალითად, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი ბიზნესი ჩემზეა ორიენტირებული, მაგალითად TikTok-ზე დაიწყეს რეკლამის გაკეთება, არ მაქვს ეგ TikTok-ი საერთოდ. ხო, ანუ ვერასდროს მაგით ხმას ვერ მოვაწოდე, არ ვიყენებ. ამიტომ ეგაა ზუსტად რომ ჩვენ როცა ვიყენებთ რაღაცა სარეკლამო არხს, მაგიტომ ამბობ, აი კლიენტს როცა დავინახავთ, ვინ არის ჩვენი პოტენციური კლიენტი, რა ტიპია. მე მაგას მარკეტინგში ძალიან ცელი ისინი აქვს რაღაცა კლიენტის ფსიქოტიპის შექმნა და რაღაცა რო აი ტიპას საკეთებენ ხოლმე რაღაც დაარქმევენ, რომ ეს რაღაც ქვია რაღაცა ლამარა 78 წლის პენსიონერი, რაღაც ესეთი კლიენტი თუ გყავს და მე იცი რომ ეს პენსიონერი ტიპები თქვათ რას იყენებს. კომპიუტერი არა, აქან ვერ იყენებს. სამაგერად უყურებს მოამბეს, მაგალითად ესე იგი მოამბეში უნდა ესა განათავსო რეკლამა რომ გახვიდე, მაგრამ რაღაც ესე დონეზე რა. ის რომ მოდი ავდგეთ და ყველა სოციალური ქსელი და ყველა არხი მოვიცვათ და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა არა ეფექტურია, იმიტომ რომ კონკრეტულ ფოკუსირებას უნდა აკეთებ და ინტერნეტს კარგი ეგ აქვს ზუსტად ინტერნეტმა მაგის საშუალება მოგვცა რომ ჩვენ შეგვიძლია ადვილად დავინახოთ
ანალიტიკა შეგვიძლია გავაკეთოთ რა, რომ ვინ რას იყენებს, ჩანს, ის რომ ეხა სახში ვართ 5 სული და ვინ რას უყურებს ტელევიზორში, ეგ ბევრად რთული დასადგენია, ვიდრე ის რომ შენ რო სკროლავ და ამ კუქიების დახმარებით ისინი ხედავენ რა დააკლიკე, რა დაგაინტერესა, რა სათვალიერებდი დიდხანს და ასე შემდეგ და ეს თან ისე გააკეთეს ჩვენს 2025 წელს სად ვართ რა, რომ შენ რომ რაღაცა Google-ში რაღაცას მოძებნი, თქვათ ის ინფორმაცია მე გვხვდება ყველა სოციალურ ქსელში ასე შემდეგ რატო? იმიტომ რომ ერთ ასე ვთქვათ სისტემაში ვართ ჩართულები, ჩვენზე განანდა ინფორმაციებს აგროვებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ეფექტურობით მოგვაწოდონ აი ეგ მარკეტინგული მესიჯები. დიახ. ესე წერან თქვენ თქვით ესეთი რაღაც, როდესაც რაღაც იდეა მოგივათ, ბიზნეს იდეა, გაუზიარეთ ადამიანებს და მოისმინეთ მათი აზრიო რა. და მე ვიტყვი ესეთ რაღაცას, რომ ანუ ჩემი აზრით ძირითადად მასა ადამიანებმა არიციან ბიზნესის კეთება როგორ ხდება, რანაირად ხდება და უფრო ორიენტირებულები არიან რაღაც კონკრეტულ სამსახურზე, რაღაცაზე და აი სტაბილურობაზე ასე ვთქვათ რა. და ესეთი ადამიანები, რომლებიც არიან ჩემი აზრით 90%-ზე მეტი ჩვენს საზოგადოებაში, ხო? ყოველთვის უყურებენ რაღაც შიშის ფაქტორით, რაღაც სიახლეს, რაღაც ნაბიჯის გადადგმას. და პირველად, როდესაც ადამიანს მოსდის ბიზნეს იდეა, წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც პატარა ცეცხლი არის, რომელიც უნდა შემდეგ გაღვივდეს და უფრო დიდი და დიდი უნდა გახდეს ისევ ჩვენში. ამას რო გაუზიარებთ ყველას, რომელიც მე ყველზევიდან წყალს დაგვისხავს და ჩაგვიქრობს, რამდენად სწორი არის და რამდენად მიზანშეწონილი არის, რომ პირველ ეტაპზე სანამ რაღაცა უკვე გაძლიერდება ეს ყველაფერი და რაღაც ამ წინააღმდეგობებს გაუძლებს, გაუზიაროთ ყველას და იმ ადამიანებს, რომლებიც კომპეტენტურები არ არიან. პლუს ამას შეშინებულები არ არიან. პლუს ამას ჩარჩოებში შედან და წარმოუდგენელიც არის კიდეც აი საშუალო ფენის ადამიანისთვის ის რომ როგორ შეიძლება იშოვოს ადამიანს გონეს 1 მილიონი. იმიტომ რომ სტერეოტიპულად მე მიმაჩნია და ვჯერა რომ აი საშუალო ფენის ადამიანს აქვს ესეთი წარმოდგენა რომ თითოეული ლარისთვის ოფლი უნდა დაღვარო და თითოეული 10 ლარისთვის რაღაცა. ესეთი რაღაც და ანუ ის რომ რაღაცას ეუბნები რომ ამას მე გავზდი და რაღაც მილიარდები ბევრისთვის არის წარმოუდგენელი და რამდენად მიზანშეწონილი ამ ადამიანებთან უბრალოდ გაზიარება. გავიგე, ხო, ნახეთ როგორ არის პირველი, ეხლა რა თქვით რომ იმათ ეშინიათ ბიზნესის თვითონ კეთების, ეგ ავტომატურად ანიშნავს რომ იმათ შეიძლება რომ არ ქონდეთ სასარგებლო იდეები და სასარგებლო ფიდბექი. ჩემს გაშენო ბევრი ხალხია რა, ძალიან კარგად აზროვნებენ, შეიძლება ცხოვრებაში მათ ბიზნესი არ გააკეთონ, მაგრამ სამაგიეროდ კლიენტის კუთხით კარგად დაინახავენ, რაღაცას გამოიყენებენ, არ გამოიყენებენ, რაღაცა კონკრეტულ რაღაცა თემას ჩაავლებენ, რომელზეც შენ შეიძლება არ გიფიქრია და იმან მერე კითხვები დაგისვა და შენ მე დაფიქრდი რომ ვა, მაგაზე არ მიფიქრია და მოდი როგორ გავაკეთო. ეგ მეორე. ამიტომ იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ ვიღაცა ქუჩაში გადი და ვიღაც დაიჭირე და გამლელა უთხარი მოიტე ხა ბიზნესზე მოგიყვები. ანუ ისეთ ხალხს უნდა უყვებოდე, რომელსაც რაღაც პატივს ცემ და საინტერესო ტიპია და გონია რომ რაღაცა მეტნაკლებად კომპეტენტურია და ასე შემდეგ რა. ხა შეიძლება 100-დან 100 მასეთი არ იყოს, მაგრამ 100-დან 10 ხო ყავს გარშემო მასეთი. მაგ ხალხზე ორიენტირებულ თორე. ეხა შენ თუ ისეთ ტიპს ელაპარაკე, რომელიც გაგნებაში არ არის და მე იმის აზრებს შენ ცდილობ რომ გაითვალისწინო და არ გამოგივა, რა თქმა უნდა მაგაზე არ არის საუბარი. აქ არის საუბარი რომ ანუ ჩვენს გარშემო ვიღაცა ხალხი, რომელიც გონია რომ აზროვნებენ, რომელიც გონია რომ რაღაცა ხედვები აქვთ, რომელიც გონია რომ თავი მუშავებთ, ხო? მოუყვეთ იმათ და მოვისმინოთ იმათი დამოკიდებულებები ასე შემდეგ. ან იმას ნუ მოვთხოვთ, რომ ყველამ ბიზნესი უნდა გააკეთოს, ბიზნესი არ არის საჭირო ყველამ გააკეთოს, ყველამ ბიზნესი აკეთოს, ვიღა იმუშავებს, ხო? ის ხალხი ხო გვჭირდება რომ იმუშაონ ჩვენთან. რა თქმა უნდა, მაგრამ ზუსტად ეგ არის რომ ჩვენს გარშემო თავარი არის რომ ჩვენ შევკრიბოთ რაღაცა ხალხის მოსაზრებები. რომელიც შეიძლება 10-დან 9 არ იყოს სასარგებლო, მაგრამ 1 იყოს ისეთი, რომელმაც დაგვეხმაროს რაღაც სწორი ნაბიჯების გადადგმაში. ზოგადად, ინტელექტი ყველა სფეროში კაი ტიპია რა, ასე შეგვიძლია ვთქვათ. მაგრამ არ არის აუცილებელი. ეხლა რომ ამბობთ რომ რაღაცა ინტელექტუალური ხალხი კარგად ხუმრობს. ხო ვიცით მასეთი ის რო არსებობს რა. მაგრამ არის ხალხი რომ რაღაც ინტელექტი კი არა, წერა-კითხვა შეიძლება არიც და მაგრა ხუმრობს. ანუ არ არის აუცილებელი პირობა, იგივეა ზუსტად მანდაც რა, რომ ანუ ვიღაცა ჩალიჩა ტიპია, მაგრა ყიდულობს, მოლაპარაკებაში მაგარია, მოსწრებული სიტყვა პასუხი აქვს მაგალითად და ვიღაცებს მაგრა ევაჭრება და ის მე საქონელი შემოაქვს და ყიდის და რავი, ყველასთან კარგად მაკაცობს, მაგრამ წერა-კითხვა არ იცის და ასე შემდეგ.
გამოდის ეგეც. ანუ რა თქმა უნდა ეგეც გამოდის. არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც რაღაცა ფილოსოფიური მოსაზრებები გქონდეს. უბრალოდ აქ გააჩინა რამხელა მასშტაბზე გადიხარ და ზუსტად ხა მე მაგალითად ჩემი მოსაზრებით მგონია რომ დიდ მასშტაბზე ვინც არიან გასულები, იმათ რაღაცა ისეთი უნარები აქვთ, ხა არ ვიცი მაგას ინტელექტი უნდა დავარქოთ თუ რა დავარქოთ, მაგრამ რაღაცა ისეთნაირად აზროვნებენ, რომელზეც ჩვეულებრივი ხალხი ვერ აზროვნებს სავარაუდოდ, იმიტომ რომ იმათ ისეთი რაღაცები დაინახეს და ისეთი ნაბიჯები გადადგეს, რომელსაც სხვა ადამიანები ვერ დგამდნენ. არ ვიცი მაგას რა დავარქვა, მაგრამ შეიძლება იმათ ქონდეთ ისეთი მოსაზრებები ღმერთმა, ანუ შეიძლება ბევრ რაღაცაში არ დავეთანხმოთ. ეხლა მარტივ მაგალითს გეტყვით. მაგალითად ჯონ როკფელერი რო იყო, გაგიგიათ სავარაუდოდ, ნავთო მაგნატი იყო, ამერიკის უმდიდრესი ადამიანი. ეგ როცა იყო, ანუ მაგ ტიპზე რა ვიცით, ეგ იყო ძალიან დაუნდობელი ტიპი. ანუ რა კუთხით იყო დაუნდობელი, რომ შეეძლო რომ 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანი სამსახურის გარეშე დაეტოვებინა, თუ მაგის ბიზნესისთვის სწორი ნაბიჯი იქნებოდა ეგ რა, მაგალითად დაეხურა რაღაცა გაეკოტრებინა კომპანიები, დაეხურა ქარხნები, ასე შემდეგ და იმაზე არ დარდობდა ეგ ტიპი საერთოდ. ის ხალხი მე დარჩა ულუპმაპურად ასე შემდეგ. ანუ სწორია, რა კუთხით შევხედავთ გააჩნია. ანუ ადამიანური კუთხით არ არის სწორი. ბიზნესის კუთხით სწორი იყო, იმიტომ ტიპი ყველაზე დიდარი ადამიანი გახდა. ხო ხვდებით, ანუ იმას გააჩნია რა ლინზით უყურებთ და რა კუთხით უყურებთ მაგ ყველაფერს. და მე კარნეგი იყო კიდე მეორე, ენდრიუ კარნეგი მაგის პერიოდში იყო ის ტიპი. ის კიდე იმისი ფოლადის მაგნატი იყო. აი ეს და ტიპები იყვნენ, ერთი იყო პირველი ყველაზე მდიდარი და მეორე ყველაზე მდიდარი. და მთელი მუღამი რაც ჰქონდათ იყო რომ ერთმანეთისთვის ეჯობრათ. ანუ მაგათ ცხოვრებას რო შეხედო, მთელი მაგათი ცხოვრება იყო რომ როგორ კარნეგი იყო, როგორ ეჯობრა როკფელერისთვის უფრო მდიდარი გამხდარიყო და როკფელერის მუღამი იყო რომ კარნეგისთვის როგორ არ დაეცლია რომ ამისთვის ეჯობრა უფრო მდიდარი გამხდარიყო და ამისთვის ხალხს ხოცავდნენ და დღეში ამუშავებდნენ 15 საათს და საშინელ პირობებში და ასე შემდეგ რომ მეტი ის დაეგენერებინათ. სწორი იყო, არ იყო სწორი, რა თქმა უნდა. ბიზნესის სწორი იყო, იმიტომ რომ მაგარ შედეგები დადეს. მე ორივე ასაკში შევიდა, მე ორივე მიხვდა რომ რაჭირად გვინდაო ეს მილიარდებიო და მე დადგნენ და ფილანთროპია დაიწყეს რა, ეს როცა ეს რაღაც ეს კარნეგი ჰოლი და რაღაცა კარნეგი მელონ რა, ასე შემდეგ რაც არის რა, ანუ მასეთ ისინი ეს როკფელერი რაღაც ცენტრი და რაღაცები. რო ამერიკის მთავრობამ ხორში იაწერა ეგ სულ. ეგეც იყო, მაგრამ მაგის გარდა სტანდარტოილი როცა დაშალეს. სტანდარტოილი ხო დაშალეს და ბევრი ის იყო რეალურად ეგ პრობლემა, მაგრამ სტანდარტოილი რო დაშალეს ამ როკფელერს ქონება კი არ დააკლდა მოემატა მაგით. გაყიდა რაღაცა ნაწილები და ის გახდა, მაგრამ მე იდგა და აღარ მახსოვს რამდენი წელს იყო, თქვა 60 რო გადასცა თუ რაღაცა ამშოვება აქვს მაგას. მე 99 წლამდე იცოცხლა თუ რაღაც ძალიან მოხუცი იყო. ეთელი 30 წელი თუ რაღაც იდგა და იმას აკეთე და იგი ბილ გეიტსმა რაც გააკეთა ხო? იშოვა მილიარდები, უმდიდრესი ადამიანი იყო და მე დადგა და ის გააკეთა, ფონდი გააკეთა. დგას აფრიკაში წყალი და მაგის მოსმენაც იყო ამერიკის კონგრესში და მაგასაც იგივე პროცესი, მაგანაც იგივე პროცესი გაიარა, რაც როკფელერმა. დარწმუნებული. დაფუძნა ეს ფონდი და დაიწყო აცრები. ხო, მაგასავ, ხო. ამიტომ აი ზუსტად ესე უნდა შევხედოთ, რომ რეალურად აი გააჩნია რა ლინზით უყურებთ, რა კუთხით უყურებთ და რა თulis სწორად და რას არასწორად და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცა მაგ ხალხს რაღაცა უნარები აქვს, ფაქტია რა, უბრალოდ რა სახელს დავარქვათ მაგ უნარებს, ეგ არ ვიცი. ეხლა რაც შეეხება პოლიტიკას რა. არ არსებობს პოლიტიკა ბიზნესის გარეშე და არ არსებობს ბიზნესი პოლიტიკის გარეშე. ვარიანტი არ არის. აი ხა რა თქმა უნდა არსებობს, უტრირებულად თქვი, მაგრამ მანდ არის ლაპარაკი სერიოზულ ბიზნესზე. ხა მე რო რაღაცა თონე მაქვს და სამპურს ვაცხობ დღეში, მაგაზე რა პოლიტიკა რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად პოლიტიკოსები დგანან ბიზნესებზე. რატო დგანან პოლიტიკოსები ბიზნესებზე? იმიტომ რომ პოლიტიკოსებს სჭირდებათ ფული, რომ რაღაცები გააკეთონ. ფული საიდან მოდის, ფული მოდის გადასახადებიდან, გადასახადები საიდან მოდის ბიზნესიდან. ამიტომ ეგ არის ძალიან პირდაპირი ის არის კავშირი მაგ თემაზე. ამიტომ პოლიტიკოსები ყოველთვის ცდილობენ რომ ბიზნესებს რა ვიცი ხან ხელი შეუწყონ და ხან გაჭყილტონ პირიქით რომ რამენერად მეტი ფული წამოიღონ, იმიტომ რომ პოლიტიკოსებს აქვს ხედვები რაღაცების განხორციელება რაც უნდათ და მაგ განხორციელებაში ჭირდება ფული ნებისმიერ შემთხვევაში. ანალოგიურად ბიზნესებმა ეგეც იციან, შესაბამისად ბიზნესები ცდილობენ რომ პოლიტიკოსები გამოიყენონ საკუთარი მიზების მისაღწევად, იმიტომ რომ პოლიტიკას სჭირდება ფული და შესაბამისად ბიზნესს უნდა რომ ეს რაღაცა ისეთი შესაძლებლობები ჰქონდეს, რომელიც ამ ფულის შოვნაში დაეხმარება. რა ვიცი, ახლა მაგალითად რასაც ხედავთ, მაგალითად ილონ მასკი რო წავიდა ამერიკის მთავრობაში, რავი, ეგ ზუსტად ეგ პოლიტიკა და ბიზნესის კავშირია რეალურად რა. რამდენად კარგად გამოვიდა ეგ ცალკე თემა, არ მინდა ახლა პოლიტიკური განცხადებები ვაკეთო აქ იმაში ონლაინ, მაგრამ ზოგადად ის არის, რა ქვია.
მაგასაც ჩვენებს რა, რომ როგორ შეიძლება უპირატესობა მოიპოვო პოლიტიკაში ჩართულობით ან პოლიტიკაში მეგობრობით ან ასე შემდეგ. ძალიან ცელი თემაა და შეიძლება უფრო გაშლა, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ ბიზნესი და პოლიტიკა არის ძალიან გადაჯაჭვული ერთმანეთზე. მე მაქვს ეს შეკითხვა. ისევ იდეის ფორმირებაზე რო გადავიდეთ, ან ჩვენ უნდა გამოვიდეთ პრობლემიდან, ხო, რა პრობლემები არსებობს და ჩვენ საუბრობთ ახლა უფრო მეტად ადამიანების პერსონალურ პრობლემებზე. არ არსებობს ბიზნესი, რომელსაც პრობლემები არ აქვს და დღევანდელ რეალობაში საკმაოდ ბევრი ბიზნესი არის შექმნილი. თქვენი აზრით რომელი უფრო უმჯობესი არის, საით ჯობია შენი იდეების და შენი აზრობის მიმართვა, უფრო ბიზნესების პრობლემების მოგვარებისკენ თუ ესე პერსონალურად ადამიანების? როგორ არის ახლა ნახეთ რა, მაგაზე ცალცახა პასუხი არ არსებობს, რა თქმა უნდა. მანდ არის თავარი, რომ პირველი უნდა გამოხვიდე რაღაცაში კომპეტენტური თუ ხარ, მაშინ მოგდის ეგ იდეები. ეხლა ადამიანს ახლა მე რო დამაყენო და კოსმეტიკის პრობლემებზე მაფიქრო, შანსია არ ვარ კომპეტენტური, არ ვიცი. ხო? ვიცი უბრალოდ რომ არსებობს რაღაცა კოსმეტიკური საშუალებები და დამთავრდა, მაგის იქით ჩემ ცოდნა არ მიდის. ამიტომ შენ თვითონ უნდა ერკვეოდე. ხო? შესაბამისად, ადამიანების ძირითად პრობლემებზე გამოდიან ხოლმე როგორ ეს ბიზნესებს იმაში კი არა რაღაც ვაკუუმში, ბიზნესებს ნეტარ პრობლემები. იმ ბიზნესში ხარ ჩართული, შენ თვითონაც ხედავ და ან შენ თვითონ აკეთებ მაგ ბიზნესს, ან შენი კლიენტი ყავს, ან პარტნიორი ყავს და რაღაცა პრობლემებს ხედავ და მე რეიწყებ მაგაზე ფიქრს. ამიტომ ნებისმიერი პრობლემა შეგვიძლია ვთქვა, რომ მაინც პირადიდან გამომდინარეობს რა. ის რომ რაღაცა აი ზოგადად რამდენ ბიზნესს აქვს რაღაც პრობლემა, ალბათ არსებობს მასეთი მიდგომაც, მაგრამ სავარაუდოდ ძალიან იშვიათია, იმიტომ რომ თუ ახლოს არ ხარ და შენ თვითონ არ ხარ ჩართული, ვერ აღიქვამ ამ პრობლემის სიმწვავეს და ასე შემდეგ აქტუალურობას და ასე შემდეგ. ეგ ერთი. მეორე რო ვთქვათ, მეორე არის რომ ინტერესის სფერო რა გაქვს რა. ანუ ბიზნესს ვერ გააკეთებ თუ არ გაინტერესებს. საერთოდ ვერაფერს ატომღაც სხვათა შორის დღეს ვამბობდი მე მგონი თუ გუშინ ზუსტად რა რომ ანუ აი საქართველოში არ ვიცი ახლა ქართული რამდენად არის ალბათ ვერ ვიცი, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა მუშაობს იმიტომ რომ იმუშაოს და არა იმიტომ რომ ან აინტერესებს, ან განვითარება უნდა და მაგიტოა რომ აი რაღაც ვთქვათ იგივე სადაც მაღაზიაში შეხვალ მაგალითად და ამ კონსულტანტს სახე რო ჩამოსტირის რა. არ უნდა ჩამოსტიროდეს იმას სახე, რატო? ანუ იმიტომ უნდა აინტერესებს რაც ჩაკეთებს, ანუ ისეთ სფეროში უნდა იყოს, რომ აინტერესებს ის ტანსაცმელი უყვარს, ის რაღაც კოსმეტიკა, რაღაცა უყვარს რა, რეალურად და ენთუზიაზმი უნდა გქონდეს. მაგას ხელოვნურად ვერ იზავ. ანუ ეხლა საქართველოს შეიძლება ვთქვათ ვერ ვართ იმ დონეზე, რომ ყველა იმას აკეთებს, რაც აინტერესებს, მაგრამ თუ ჩვენ მივალთ იქამდე, რომ ადამიანი აკეთებს იმას, რაც აინტერესებს, ბევრად უფრო ეს არის, რა ქვია, კარგად იწყებს რაღაცეების კეთებას რა. და ანალოგიურად არის მაგაზეც რა, რომ მე შეიძლება რაღაცა პრობლემა დამიდო, რომ ეს პრობლემა მართლა აქტუალურია და ვიღაცებს მართლა უნდა ამის გადაწყვეტა. ჩემი ინტერესის სფეროდან თუ არ გამომდინარეობს ეს ყველაფერი, მე მაგაზე ვერ ვიმუშავებ, ანუ ვიმუშავებ, მაგრამ ვერ ჩავდებ იმ მაქსიმუმს, ისი ჩადება ჩემი ძლია. მე და შესაბამისად, მე თუ მაქსიმუმი არ ჩავდე და მე თუ არ მიხარია ის ვაკეთებ და მე თუ არ მაინტერესებს და მე თუ არ მაქვს იმის სული განვითარდა და წინ წავიდე და რაღაცები ვისწავლო და უკეთესი გავხდე და უკეთესად დავიწყო კეთება და ამ ყველაფერს ვაკეთებ მარტო იმიტომ რომ რაღაცა იქ ხედავ რაღაცა სინათლეს გვირაბის ბოლოს, სავარაუდოდ იმ სინათლეზე შეიძლება ვერასდროს ვერ ჩავიდე. ამიტომ ეგაა მნიშვნელოვანი რა, რომ ესე იგი პირველი რომ პერსონალური პრობლემიდან გამოვდივართ, თქო ეს პერსონალური პრობლემა შეიძლება იყოს განზოგადებული ბიზნესის დონეზე, პარტნიორის დონეზე, ასე შემდეგ, მაგრამ მეორე რა არის, რომ საკუთარი ინტერესებიდან გამოვდივართ ყოველთვის რა, რომ მე რამდენად მინდა და შემიძლია და მაინტერესებს მაგ პრობლემაზე მუშაობა. აი ეგ ამთავარი რა. და ეგ სხვათა შორის ხელი შემშლელიც არის ძალიან ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ახლა საქართველოში რო შევხედოთ, რაღაცები კარგად მუშაობს, რაღაცა ინდუსტრიები, ხო? შენ თუ გაინტერესებს მაგ ინდუსტრიებში ოპერირება, გააკეთებ. შეიძლება არ გაინტერესებს, ყიდვა, მაგრამ მუშაობს მაგალითად საქართველოში, ხო, რაღაც ყიდვა, მშენებლობა კარგად მუშაობდა და რა ვიცი, ხო? ვიღაცემა დაიწყეს, ვიღაცემა არ დაიწყეს. რატო? იმიტომ რომ რა ვიცი, ყველა ვერ იქნება რა კონსტრუქტორი და მშენებელი და ყველა ვერ იქნება რაღაც ყიდვა-გაყიდვის სპეციალისტი. უფრო უკეთრო ჩამოვაყალიბო რა ჩემი შეკითხვა როგორია, რომ აი მაგალითად დღეს ტურისტულ სექტორში, სადაც 650-მდე კომპანიაა საქართველოს მასშტაბით, არის სერიოზული პრობლემა ციფრული მარკეტინგის ხარჯებთან დაკავშირებით, რომ ძალიან ძვირი უძდება ციფრული მარკეტინგის კეთება. და მე მომივიდა ისეთი იდეა, რომ მე შემიძლია გავაკეთო ისეთი სარეკლამო კომპანია, რომელიც ამათ ყველას მოემსახურება და იაფად გაუკეთებს ამ რეკლამას. კი ბატონო. რამდენად სწორი მიდგომა არის? არ არის სწორი მიდგომა და ეხლა გეტყვით რატო არ არის სწორი მიდგომა. მე არ მჯერა
რომ თქვენ მოახერხებთ იაფად გააკეთოთ ის რაღაცა, რასაც სხვები აკეთებენ ძვირად. ანუ რატომ? მოდი შევხედოთ, სხვები ძვირად აკეთებენ, იმიტომ რომ ლარი უჯდებათ რაღაცების კეთება და 3000 ლარად ყიდიან. არა, სავარაუდოდ რაღაცა ხარჯები აქვთ, ხო, ანუ სიძვირე ავტომატურად, სიძვირე როდის გამომდინარეობს ავტომატურად, რომ თუ მარტო ერთია და სხვები ვერ აკეთებენ და ის სხვა წასასვლელი არ გაქვს, ხო? მაგრამ იგივე მარკეტინგის კუთხით საკმაოდ ბევრი კომპანიაა, რომლებიც აკეთებენ რაღაცებს, ხო? და თუ ეს მაგათი მომსახურება ძვირი ჯდება, რატო ჯდება ძვირი? არ ვიცი, ხა მე მარკეტინგში არ მიმუშავია მაგ მიმართულებით, მაგრამ რატო როგორ? ხელფასი ხდიან. ხო, ანუ კადრები არ არის ბევრი, თქვათ, ხო? იგივე შეიძლება დაკვეთებიც ცოტაა და შენ ცდილობ რომ თქვათ იმ რამდენიმე დაკვეთიდან უნდა დააგენერო იმდენი ეს ისა ბრუნვა რომ მე შენ მაგით ხელფასები უნდა გასცე და კომპანია უნდა შეინახო ასე შემდეგ. ანუ თქვენ თუ უბრალოდ იმის სურვილი გაქვთ რომ რაღაცა გააკეთოთ უფრო იაფად ვიდრე სხვები აკეთებენ, მარტო სურვილი არ არის საკმარისი. არა, სურვილზე არ მაქვს საუბარი. ანუ მე ზუსტად ვიცი რატომაც უჯდებათ ამათ ძვირი და მე ისიც ვიცი როგორ შეიძლება გავუკეთო იქ. მაშინ უნდა გააკეთოთ. ეგ თუ იცით რომ რეალურად ისინი რაღაცას აკეთებენ რაღაცნაირად და ძვირია და თქვენ რაღაცნაირად გააკეთეთ და იაფია, ეგ რა თქმა უნდა ყოველთვის კარგია. უბრალოდ მანდ არის ხოლმე რომ ხშირ შემთხვევაში თქვენზე არ მაქვს ლაპარაკი კონკრეტულად, არის რომ ადამიანს როგორია რაღაცა იაფი დაუჯდება, არ უჯდება იაფი. ხარჯები გაზარდეთ 6 ჯერ, შემოსავალი 3 ჯერ შეამცირეთ და მიიღოთ შედეგს. ხო, აი ეგ იქნება, რეალურად ეგ იქნება რა, ანუ არ დაგიჯდება. და ძალიან რთულია ხოლმე რა რაღაცების ისა. ანუ აი რო ვამბობთ რომ მაგალითად აი სახლები რა ძვირი ღირს, მოდი ავაშენებ უფრო კარგს, უფრო იაფად და მე რა იწყებ აშენებას და აღმოაჩენ რომ არ გამოდის უფრო კარგი, უფრო იაფად. კარგი თუ გინდა, კი ბატონო, ეხლა რა თქმა უნდა იმას ხო მარჯა აქვს და ფული რჩება და რაღაცა რა თქმა უნდა. იმიტომ რომ იმან თავი აითქიო და შენს მაგრად რაღაცები აკეთებენ. მაგას რომ გამოვაკლებ მე აღმოაჩენ რომ მაინც და მაინც რაღაცა ადის ხოობა არ გაქვს რა. შენ რო გეგონა $100 აშენებდი ის $800 აშენებ და გამოდის $100 ვერ აშენებ. ხო მიხვდი, რას თქმა უნდა. ანუ თუ ექსპერტი ხარ და იცი ზუსტად ასე როგორ აშენო ისე რაღაცა, ეგ სხვა თემა, მაგრამ ესე შორდა რომ უყურებ რომ რაღაცა აუ ეს კოკა-კოლა რა ძვირი ეგრეთ 4 ლარი ეგრეთ და მოდი რა მე რაღაც სასმელს გავაკეთებ კოკა-კოლის გემოექნება და ლარი ეგრევა და ან გაკეთებ ან ვერა, ეგ არის პრობლემა ზუსტად რა. ოკეი, დიახ. აი, ძალიან საინტერესო საკითხი არის ფასის თემა რა. ანუ მარკეტინგში ხო აპრიორად და გაყიდვებში არ არის საჭირო რომ მაინც იაფი ღირდეს რა. ეხლა თქვენ რა თქვით, სამშენებლო კომპანია, ხო? არის რაღაც no-name სამშენებლო კომპანიები ყიდიან იაფად. მაგრამ არის M კვადრატი და არის არქი, დომუსი, რომელიც ბევრად ძვირად ყიდის და შევადაროთ ეხლა რომლის პროდუქტი უფრო კარგად იყიდება. ხო, არ ვიცი, ხა მაგის სტატისტიკა არ მაქვს, მაგრამ ხო, ანუ როგორ არის იცით, დაბალი ფასი აპრიორი არ ნიშნავს კარგს. და აპრიორი ისე გაიყიდება და ის ვაფშე გაიყიდება. არც უც, რა თქმა უნდა. ხო, ზოგადად მაგაზე არსებობს ძალიან ბევრი მიდგომა. ეხლა გეტყვით რამდენიმეს რა. ზოგადად ფასულადებენ ხოლმე 3 მიდგომა ყველაზე მარტივად თუ ჩამოვაყალიბოთ. ერთი არის რომ შენადებ დაბალ ფასს და აპელირებას აკეთებ იმაზე რომ ხალხო ძვის ატო იხდით, მე იგივეს გთავაზობთ უფრო დაბალ ფასში. შენ თუ მართლა მოახერხე და ეგ გააკეთე, მაშინ ეგ სტრატეგია შეიძლება იყოს წარმატებული. მეორე, შენადებ უფრო ძვირს, ვიდრე სხვები და ამბობ რომ ხალხო, ჩემი კი ძვირია, არა ნახეთ რა მაგიოთ, რა მაგარი რაღაცა და ჩვენ ახმა გვაქვს რა ძვირიანი გონია რომ კარგი იქნება აპრიორი, რომელიც შეიძლება არც იყოს კარგი და მაგას იმას აკეთებენ ხოლმე. მაგით ფოკუსები არსებობს რა, მაგალითსაც მოგიყვებით თუ გინდათ მე მაგაზე და მესამე არის რომ შენადებ იგივე ფასს და ამბობ რომ კი ჩემ ფასით არ გავსწორდება ჩემ მაგრამ სამაგეროთ ამ ფასში მე გთავაზობთ უფრო კარგს. თავარი რა არის, ანუ ამით რიცი ჩვენება მინდოდა ამით რა რომ ნებისმიერ შემთხვევაში შენ თუ სწორად აკეთებ იმას, რასაც აკეთებ, სამივე მუშაობს. არ ნიშნავს, რომ მაინც-მაინც დაბალი ფასი უნდა შეხვიდე, მაინც-მაინც მაღალი ფასი უნდა შეხვიდე, მაინც-მაინც იგივე უნდა შეხვიდე. თავარი არის, რომ რასაც ადებ ფასს, გესმოდეს რატო ადებ. და არა ის, რომ დილით გაიღვიძე და გადაწყვეტე, რომ მოდი ამ ფასად გავუკიდო. მაღალ ფასზე გეტყვით რა. მაღალ ფასზე ჩვენი აღქმამ ასეთი ზუსტად რომ გონია რომ რაღაცა ძვირია უკეთესია. და ეს ხო ყველა მოიცით რომ ასე არ არის, მაგრამ იცი ტვინზერას მოგიხევით რა, ის ქვედა ტვინიაც არის ეს. ანუ მასე ფიქრობს ქვედა ტვინი რა, რომ ძვირიანი რო არის, სავარაუდოდ უკეთესია. და მაგიტო რას აკეთებენ ხოლმე ტიპები, მაგალითად ძვირს ადებენ ფასს და აკეთებენ ფასდაკლებას. და ანუ გამოდის რომ ფასდაკლებულით არის იგივე ფასი, რაც სხვა ღირს ჩვეულები ფასდაკლების გარეშე და შემიდიხარ და ფასდაკლებულს ყიდულობ, რატო? იმიტომ იგივე ფასში შეგიძლია უფრო ძვირად ღირებული იყიდო. და
გონია რომ უფრო კარგი იყიდე და უფრო კარგი იყიდე თუ არა, ეგ ცალკე თემაა კიდე. ერთი ცნობილი მაგალითი არსებობს, ორ ძმას ჰქონდა სამკერვალო. და უკეთ რაღაც ტანსაცმელს აწარმოებდნენ და მე მაღაზიას ჰქონდათ და მაღაზიაში ყიდნენ რა და განსაკუთრებით ძვირფას მოდელებზე პატარა ფოკუსს უკეთებდნენ ხოლმე კლიენტებს და მაგრამ მუშაობდა ეგ ფოკუსი. ეხლა როგორი იყო? წარმოიდგინეთ, შედიხართ ამ მაღაზიაში და კოსტუმის ყიდვა გინდათ რა და რაღაცა ძალიან ძვირფასი და მაგარი კოსტუმია და მიდიხართ ათვალიერებთ და ამ დროს ეს ორი ძმანი ხო არიან, ეს ერთი ძმა გადის იქით ოთახში და მეორე მოდის თქვენთან და გეკითხებათ რომ რამის ხო შემიძლია დაგეხმაროთ და თქვენ ეუბნებთ რომ ეს კოსტუმი რა ღირს მაინტერესებს და ის გეუბნებათ იცი ბოდიში უთმაკლია და იქ ხმამაღლა მკითხოთ რა არის და თქვენ ეუბნებთ რომ ეს კოსტუმი რა ღირს და ეს გეუბნებათ იცი მე აღარ მახსოვს ეცამ ჩემს ვკითხავ და გასახებს რა ის ხო იქ ოთახშია და რომ ეს კოსტუმი როგორ ყველაზე კაი ეს კლიენტზე გაინტერესებს რა ღირს ის იქიდან დაუძახე 1500 ლარი ღირს და ეს გეუბნებათ რომ ხო გაიგეთ 1000 ლარი ღირს ეს კოსტუმი და ანუ თქვენ ხო გაიგეთ იმან 1500 გამოსწახა მაგრამ თქვენ ხო გონიათ რომ ეს ყურვარი ვერ გაიგო და 1000 ლარი გაიგო და თქვენი რეაქცია რა არის რომ აჰა 1000 ლარი სანამ ის იქიდან გამოვიდა და არ და ამ დროს იმას რომ პირდაპირ გითხრათ რომ აი ეს 1000 ლარი ღირს ეს კოსტუმი ხო თქვენ თქო აუ 1000 ლარი რა ამბავია მოიტაბას ხო ვარიანტებს ნახავ და შევისწავლი და გავივლი და გამოვილი და რაღაცა მაგრამ შენ რო ცოტა დროს გაძლევენ რომ დაბალ ფასად იყიდო უფრო მაგარ ფასიანი ღირებულების ნივთი შენ მაგას აუცილებლად იყენებ და მაგით უახოლმე რომ რაღაცა ფასტაკლება დღის ბოლომდე მხოლოდ და რაღაცებს ვაკეთებენ რა და შენ ამცო აი მე დღე არ გავიდეს რომ ჩქარა იქნება კალათები და რაღაცები რო გამოხდეს კი ხო აი მასეთ რაღაც ანუ მოგეთ მაგის ის მინდოდა რომ ფასით შეიძლება სერიოზული манипуლირება და არ არის აუცილებელი მაინც და მაინც რაღაცა იაფი ფასი რაღაცები გითხარით ეხლა სხვა ხო ანუ ეგ ძალიან დიდი თემაა შემიძლია მაგაზე ბევრი ვილაპარაკოთ მაგრამ მე რომ მოვალმეს ამას აქვე ვიტყვი შეიძლება თემის გაგრძელება იქნება აი მაგდონალდსში რომ შევდივარ და გავხსნით და შევუკვეთოთ რა და არის სამი შემოთავაზება ესე იგი ნაგეტსი 4 ცალი 6 ცალი და 9 ცალი და ფასები აწერია ჯერ რომ ვერ დაითვლი 7 და 65 8 და 45 და 9 და 95 რა და აი ეგეც ხო ეს ხო გათვლილია ყველაფერი და აი ნეიროფსიქოლოგიურად ასე ნეირომარკეტინგით არის ყველაფერი აი მაგაზეც გითხარით რა საინტერესოა ანუ ზოგადად ხო აი გეტყვით მაგას ეხა ეგეც ძალიან დიდი თემაა რა რეალურად ხო მაგაზე გეტყვით რომ ეს ტვინი როგორც გითხარით ტვინი ხო მაგრად გვატყუებს რაღაცეებში და ერთ-ერთი არის გვატყუებს რაში რომ 9 და 95 გონია რომ არის უფრო ცოტა ვიდრე 10 და არა და ხო ეხლა იგივეა თითქმის რა ის არის მაგრამ ახმაში ეხლა რო დავჯდეთ და ვთქვათ რომ აბა 9 და 95 მეტია თუ 10 თუ რაღაცა ანუ მაგაზე არავინ არ გეტყვის რა რომ დიდი განსხვავება მაგას შორისო მაგრამ შენ რო რაღაცებზე ფიქრობ გონია რომ უფრო იაფი ღირს 299 მაგიტო ღირს რა რომ 200 რაღაცა ღირს და 200 რაღაცა არ ღირს 300 ღირს რა რეალურად მაგრამ მასეთ რაღაცები მუშაობს არ ვამბობ რომ 100-დან 100-ჯერ მუშაობს მაგრამ 100-დან 8-ჯერ მუშაობს ხო უკვე ის არის უკეთესი მას ეგ ერთი მე მეორე მაგ ფასებზე რა თქვით მანდ არის ხოლმე ისეთნაირად გაკეთებული რომ 2 თუ არ გეყო თქვათ ხო 2-ჯერ 2 შეუკვეთო 4 ცალი რო გეყოს თქვათ რასაც ვამბობ რა ის პარკალი იქნება თუ რაღაცა რაც მითხარით ნაგეტსი თუ რაღაც ასე შემდეგ ხო ძვირი გამოგდის რა და ამიტომ 900 ყიდულობ რომელიც არ გინდა მაგდენი და მაგრამ სამაგეოთ ის აღარ არის რა ის ვარიანტი აღარ გთავაზობ მე რომელიც იქნება საშუალო ვარიანტი ამიტომ გთავაზობ ეს ცოტას რომელიც არ გეყოფა და გთავაზობ ბევრს რომელიც ბევრია და შენ ცოტა ამბობ რომ არ მეყოფა და ამიტომ ბევრს ყიდულობ ანუ თელი ფილოსოფიაა მაგას ჩადებული და მასეთ რაღაცები მაგრად მუშაობს